მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად მოვედი, ნანა ალექსიძე, ფსიქოლოგი და ძალიან საინტერესო თემა აქვს ნანას. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემ შემოთავაზებას ათახლდი და მოხვედი. გქონდა მე და ნანას ადრეც ვიდეო ჩაწერილი. ნანა არის გეშტალტ თერაპიის სტუდენტი, ერთად სწავლობთ და ისე პროფესიითაც ფსიქოთერაპევტი არის და ბავშვთა ფსიქოლოგიც არის ასევე. და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს манипуляция. რა არის манипуляция? როგორ აღმოვიცნოთ манипуляция ადამიანში და როგორ დავიცვათ თავი, მოდი ესე ვთქვათ და რამდენად გვესმის საერთოდ манипуляციური ადამიანი რისთვის იყენებს, რატო იყენებს და რა შედეგია ამ ურთიერთობაში საერთოდ შესვლა, ღირს, არ ღირს, რაც გვაძლევს ხო საერთოდ, იმიტომ რომ აი ხა ცოტა ფსიქოლოგიურადაც და ეზოთერიულადაც ახლა ჩემი განხრიდან რო ახსნა რა არის манипуляция, რომ ადამიანს რესურსი არ აქვს, მიიღოს სწორი ფორმით ის რაც მას სურს, ანუ მისი სურვილები დაკმაყოფილდეს სწორი ფორმით და იყენებს ფაქტიურად ისეთ გზებს, რომელიც სხვადასხვა კუთხით მიაღებინებს იმ სასურველს, ოღონდ სხვების აზიანად, ესე რომ ვთქვათ, ხო? არ არის ჯანსაღი ფორმით ეს მიწოდებული და ხშირად არ შეიძლება манипуляტორთან მაგალითად ახსნა რომ ეხა შენ манипуლირებ, იმიტომ რომ ეგ უარყოფაში მიდიან ხოლმე როგორც წესი, ახლა მაგასაც ხარისხი აქვს და გააჩნია ამასაც, მაგრამ მაინც არის რესურსების პრობლემა აქ. თუმცა არის მეორე მხარეც, რომელიც ან ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს, ან ჩვენც რაღაც მეორადი სარგებელი გვაქვს, ან მოლოდინები გვაქვს სხვა, ხო და манипуляციის ობიექტებზე საუბრობ. ხო. და როგორ შეიძლება ამოიცნონ? აი, უკვე ფსიქოლოგიური ხარისხით რო ახსნა შენ რა არის манипуляция და ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე მშობლებსთან და შვილებთან, და-ძმებთან და მეუღლე პარტნიორებთან. ეს არის ყველაზე ძირითადი ჯაჭვური. კი, ნამდვილად ასეა და იმდენად ღრმა თემა არის, რომ მე აი წინა თემაზე ჩვენ როცა შევხვდით, მაშინ პარტნიორის ურთიერთობებზე ფსიქოლოგიურ რაღაცა წიაღწლებზე გქონდა ჩვენ ეს ვიდეო და მაშინვე დაიგეგმა, რომ მოდი, იმიტომ რომ ძალიან წამოვიღო ამ ეს манипуляციის და ეხლა სწორად გავშალოთ როგორი სიტუაცია იცი რომ ერთპიროვნულად манипуляტორს რომ უწოდებ ადამიანს გააჩნია ვინ უწოდებს ახანდახან არის რომ თვითონ შეიძლება манипуляტორი ჩვენ უკვე შევთანხმდით რომ ამას ნეგატიურ კონოტაციაში ვხმარობთ და ყველაფერი манипуляცია სამედიცინო რაღაცა დახმარებაც კი манипуляცია მაგრამ ანუ манипуляციაც კი ესე კეთილი ჟესტებიც манипуляცია ქმედება რაღაცა ქმედების განხორციელება რაღაცის მისაღებად რაღაცა შედეგის დასადებად ყველაფერი აი ჩვენს манипуляციაში ვართ რომ ამას ვაკეთებთ მაგრამ ეს არის მართვის სადავეების კიდე თანაფარდი და მართვის სადავეები ვის უჭირავს ეს მნიშვნელოვანია და საიდან აღმოჩნდა მის ხელში ეს მართვის სადავეები ხო აი ვინც მართვის სადავეებს დაიჭერს ხელში და ზიმბარდოს ძალიან კარგი ექსპერიმენტი ქონდა თავის დროზე გაკეთებული ციხის ექსპერიმენტი როცა გააკეთა როდესაც გადათამაშდა და მართვის სადავეები აიღეს ადამიანებმა რომლებიც უკვე გაფრთხილებულები იყვნენ რომ შეიძლება ნებისმიერი როლი მორგებოდათ სრულიად ისეთი უინიციატივო ერთი შეხედვით მსხვერპლის როლში მყოფმა ადამიანებმა ზოგად ცხოვრებაში როგორც კი მათ ხელში მართვის სადავეები აღმოჩნდა ისინი ვინც თავის დროზე манипуляციის ობიექტები შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ყოფილიყვნენ ყველაზე უფრო სასტიკი манипуляტორები იქ იმ ექსპერიმენტში ისე იქცნენ რომ ვერც კი გააცნობიერეს მიხვდით აი ეგ ძალაუფლების დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა მსხვერპლის ძალაუფლება მსხვერპლობაა მოძალადის ძალაუფლება ახლა ძალაუფლება ჩვენ რას ვეძახით ხედავ როგორ რთულია და რა შეიძლება ვთქვათ რომ რატო ჭირდება მოდი ჯერ ვთქვათ ესე მოკლედ რომ манипуляция არსებობს შეიძლება იყოს ადამიანის თვისება ზოგადად და სადაც გაუვა აკეთებს და სადაც არა იკავებს თავს მსუბუქად შეიძლება იყოს მაღალი ხარისხი აი როგორც ადამიანი რომელსაც შია ძალიან რომელსაც მსუბუქად ხემსი და რომელსაც არ შია დანაყრებულია მაგრამ როცა რაღაცა სასურველი საჭმლის სულს გაიგებს
დანაკლებული რომც იყოს, მაინც გააკეთებს. აი ესე რომ შევხედოთ. არსებობენ მანიპულატორები, რომლებსაც შეათ ეს მანიპულაცია და ისინი ძალიან სასტიკ და ძალიან ძაფრ მეთოდებს იყენებენ. აი მშიერი ადამიანი. კი, მშიერი ადამიანი ყველაფერს რომ შეჭამს, იმიტომ რომ დაიკმაყოფილოს. შიმშილი და რა მიიყვანა ამ დონემდე. რა თქმა უნდა იმ წარსულმა გამოცდილებამ, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად ჰქონდა ეს თავის თავზე ნაცადი. ერთი ტრამვული ბავშვი იყო. ან თვითონ იყო მანიპულაციის მსხვერპლი. კი, და ტრამვული სწორედაც ეგ არის, თვითონ იყო მანიპულაციის მსხვერპლი, მაგრამ ახლა აქ ნახე როგორ არის ზემზრუნველობაში გაზრდილი ბავშვის მანიპულაციის მსხვერპლი, ან დასწავლილი უსუსურობა, ხო? და მეორე, რომელსაც ხასიათის ტიპში ჩავმოუყალიბდა ოჯახის წევრების მაგალითიდან, დაძმებთან შორის ურთიერთობიდან, ამბრიდებლური ფსიქოტიპია, გამოძრომაზე ორიენტირებული, სხვის რაღაცებს თვითონ რო აკეთებინებს, ესეც შედარებით შევა მსუბუქი და არსებობს აი მანიპულატორის ტიპი ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად არის. ვერ შეამჩნევ, როცა დაჭირდება, აი როგორ დანაყრებულს, როცა სასიამოვნო სუნი რომ მოუვა და მაცდუნე, იცი რა, არ მინდოდა, მაგრამ მივირთმევ. აი ცდუნებები, როგორც კი დაინახავს ობიექტს, ну იქ თავს ვერ იკავებს. აი ესეთი და ჩვენ ეს უნდა ამოვიცნოთ როგორ, აი შენ რაც მკითხე, როგორ და მე როცა ურთიერთობაში შევდივარ, თუ კი ვხვდები რომ უკვე მე დისკომფორტი მაქვს და რაღაცნაირად ცოტა არ მინდა, მაგრამ ამას ვაიგნორებ. ცოტა აი უსიამოვნო განცდა მაქვს და ვაიგნორებ. ცოტა მეტად შფოთი მაქვს და ვაიგნორებ. ვისთან მიმართებაში ობიექტია. მარტო მასთან ურთიერთობაში კი არა, თამუნა მასზე ფიქრითაც კი, თუ ეს მეწყება, აი მირეკავს, ახლო მეგობარი ან პარტნიორი მიყვარს, კარგად ვარ თვითონ, მაგრამ უკვე რეკავს და უკვე მეწყება. ვალდებულების განცდა. აი ვალდებულების განცდა, ან რაღაც. ხო, ან ნახე მიყვარს, მაგრამ ეხლა არ მინდა პასუხი გავცე. მაგრამ ჩემ თავს ვაძალებ. რა ხდება იმ დროს შენ თავში? რა იქნება თუ უარს სიტყვი? ეს უკვე არის კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი ერთად, რომ აბა აქ რა ხდება, გარდა იმ მაღალი შფოთვისა. აი შენ რაც თქვი მეორადი სარგებელი, როცა მე ამას ვაკეთებ, ერთ-ერთი არის ის, რომ მე არ დავრჩე მარტო, რომ მანიპულატორს ძალიან კარგად შეუძლია, ძალიან კარგი ვიდეო იყო მანიპულაციის, რომ გაგიშვებს და თან გაბრუნებს. გაგიშვებს და დაგიბრუნებს უკან. ამიტომაც შენი შიში ეს არის და კიდე მრავალი, აი ხა შეიძლება შემეკითხები. იმის მიხედვით ვისაუბროთ, აუცილებლად ბავშვობის ტრამვაზე გადის და მე ამაზეც გეტყვი. თუ გინდა ახლა გეტყვი, თუ გინდა რა ვიცი, შენ თუ რა მიკითხო და გებდა. აი, საინტერესო რაღაცა თქვი, ნახე, ერთი ჯოხის ორი ბოლოს ვეძახი ხოლმე ესეთ დროს. გვჭირდება ესე იგი ადამიანში მარტო დარჩენის შიში ან შინაგანი განცდა რომ მე უნდა ყველაფერი გავცე რომ მასთან ვიყო სხვანაირად თანასწორ ურთიერთობაში მე ვერ მივიღებ იმას რაც მე მინდა აი ეს უკვე ძალიან ისე დიცურეთში რომ შევხედოთ ხო სერფის პოზიცია ხო სერფის პოზიცია რომ ანუ მე რომ უბრალოდ რომ ჩემთან იყვნენ მე ამას არ ვიმსახურებ ესე იგი ყველაფერი უნდა გავცე რომ მივიღო და მივიზი და აუცილებლად მეორე პოლიოს რომელიც ეს ისარგებლებს ზუსტად ამ ჩემი შინაგანი ტრამვებით და კარგი რაღაც თქვი ხა ნახე როგორ შეგვიძლია ჩვენ აი მანიპულატორზე რო გითხარი თუ ჩემი მიზანი როგორც ერთ-ერთი ფსიქოტიპის მიზანი არის ესეთი ადამიანები არიან დამსახურებითი რომლებსაც თავიდანვე არ ჰქონდათ უპირობოდ მიცემული არაზემზრუნველობიდან რომ უპირობოდ მიცემული მე ხშირად მითქვია ხოლმე აი როგორ ამტკიცებ რომ შენ მეორე ადამიანი გიყვარს ან შენი შვილი გიყვარს რას ქვია როგორ ვამტკიცებ მე მასზე ვზრუნავ მასზე ვფიქრობ კი ბატონო მაგრამ შეიძლება იფიქრო და იზრუნო თანამშრომელზე მეზობლის ბავშვებს აი სხვა რა არის ხო ანუ ეს არის ის რომ გიყვარს შენ გულშია და მე მოდის დანარჩენი ან ძალიან ღრმა არის ამის აღქმა და როდესაც ეს არა აქვს ადამიანზე ბევრი რაღაც არა აქვს ის მე ამ დეფიციტ ჩვენ ხო სიყვარული დეფიციტით სიყვარულის უნარით ვიბადებით და თუ ეს დატრამვირდა სანამ ჩვენ თავს დაუბრუნებთ ამ სიყვარულს ჯერ ვითხოვთ გარემოდან და სიყვარულის ფორმებსაც ესე ვსწავლობთ თურმე ეს ყოფილა და აი ეს დეფიციტში როდესაც გვაქვს რაღაცა ხერხებით ამის მიღებას ვიწყებთ. ვიღაცა გასცემს, ნახე, ვიღაცა გასცემს. ვიღაც არ გასცემს და ჯიუტად ითხოვს. კონკურენტულად. აი იმას თუ მე რატო არა, აი დაძმებში ჩანს ხოლმე. ვიღაც ნახე როგორ აკეთებს, არც თვითონ გამოხატავს სიყვარულს, იმიტომ რომ მტკივნეულია. არ ჩემგან მიიღებს. სრულიად სხვა. ხა შენ რომელზეც მელაპარაკე რომ ამას უნდა რომ გასცეს.
მიზანი არის სიყვარული და სიყვარულის იქით არ იცის რა არის სიყვარულის ჯანსაღი ფორმა და სიყვარული მას გონია სიახლოვე. აი ესეა, ხო და ის არის გამცემი. წარმოვიდგინე, მიდიოდე ქუჩაში და უკან ზურგზე ან წინ ტრაფარეტივით გეწეროს, რომ მე ყველაფრის გაცემა შემიძლია თქვენთვის, ოღონდაც კი თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება მომეცით. ვისაც კი რაიმე დეფიციტში ექნება უნარი და ხედავს რა იქ უფასოდ იღებს ამას, უფასოდ იღებს ამას. რა თქმა უნდა ის სინდისის კენჯნის გარეშეც კი, რაც არ უნდა მორალურად მაღალ დონეზე იყოს ადამიანი თავისი გაგებით მორალის, სინდისის კენჯნის გარეშე მივა, იმიტომ რომ ის ამბობს რომ მე ამაზე პირიქით სიამოვნებით, იმიტომ რომ შენ მე თუ ამას მოგცემ, შენ აქეთ მე დამეხმარები ამით, რომ ჩემთან ერთად იქნები. მანიპულატორისთვის მით უმეტეს ის ხო მიღებაზე ორიენტირებულია. ხო და შესაბამისად ამან ეს კიდე გაცემაზე ორიენტირებული. ამიტომაც კარგად პოულობენ ერთმანეთს. კარგად არ არის აუცილებელი თავიდან რაღაც გასცე. თვალებითაც კი როდესაც აი ესე საუბრობდა, ყოველ ეტაპზე რაღაცას ვიღაცას შეხედავ და მისგან ელოდები და იმან ერთი-ორჯერ კი მართალია. მე მიხარია რომ საიდანღაც წამოვიდა დასტური, საიდანღაც წამოვიდა აღიარება. დამივარდა ტელეფონი იატაკზე, დამივარდა კალამი. და ძალიან ხშირად მოვიდა მომაწოდა. რა მჭირდება მე სიყვარულამდე რა არის რომ დამინახო. მე კი ხე კი არა მე გიყვარდეს. იგი მე რო გიყვარდო და დამინახო. ო დამინახა. ო შემამჩნია. შემჩნევასთან ერთად აღარ წამოვიდა დანახვა და მერე კრიტიკა დამინახა, მაგრამ არა, დამინახა, მაგრამ გამიღიმა, კეთილგანწყობა. მერე იზრუნა. და ასე და ნელ-ნელა ხდება თან შემოპარება. კი დამინახა, შემამჩნია, გამიღიმა, იზრუნა, რამდენი რაღაცა, რაც არ მქონდა და მომცა. და მე რასაკეთებს იცი ასეთი ადამიანი ერთი პატარა ღიმილის გამო ის იძლევა მთელ თავის გულს და სულს. რაც კი გააჩნია, მე ეს გაბანკროტებულია, ის დანაყრებულია. როგორც ბავშვს რო ბევრ სათამაშოს უყიდი, ის ფას აღარ იგებს, ხო? როცა და შესაბამისად, ისაც რასაკეთებს, მანიპულატორსაც იგივე არ უნდა. მანიპულატორსაც არავინ არ ხედავს თუ ესე არ მოიქცა. იმას არ უნდა შენიგაშვება, იმიტომ ზუსტად, იმიტომ რომ ის ამას ამით იღებს ის და ასე ერთმანეთს ყვებავენ, ერთიც და მეორეც, მაგრამ უბრალოდ ეს ტირის ამაზე, ის ამაზე არ ტირის. ის ამაზე ნადირობს, ესაც ნადირობს. ოღონ ეს ტირილით ნადირობს. ესაც ნადირობს და როგორც კი ამას არ გაუკეთებ ამ სასიამოვნოს, გაიბუტება მერე. ეგ მეორე სახის მანიპულაცია აი აკეთებს ყველაფერს და მე 1000 რაღაცას მოიფიქრებს. აი ძალიან მძიმე გამოვლენებაში მე მქონია სხვათა შორის შეხვედრა უკვე ფსიქოპატიურ პიროვნულ მესაზღვრეაშვილობასთან, რასაც ქვია. აი ფსიქოპატიური მანიპულაცია, როდესაც ადამიანებს ხედავენ უკვე როგორც მხოლოდ რესურსს. რა მივიღო, მაგრამ არაფრის გაცემა არ შემიძლია. აი, მანდაც არის გრადაციები, ხო, მანდაც არის უკვე პათოლოგიაში ისიც კიდე მაგათაც გრადაციებია მძიმე პათოლოგია თუ არა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია იყოს ამაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ ხოლმე ახლა შემჩნევად, იმიტომ რომ მეორე მხარეს რა ემართება, რო ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთანაც მაგალითად, ახლა რუკაში ვხედავ ხოლმე რომ ეკითხება ადამიანი, რომ მე მაქვს პრობლემა, ანუ მე რაღაც შემშია ხო პრობლემა და პირველი ეს არის რომ კითხვას რო სვამს ეს ადამიანი, ესე იგი მანიპულაციის გარემოცაშია. ეჭვის შეტანა. საკუთარ პიროვნულ მეს რო არყევს. და ეს როგორც ასეთ ადამიანებს არა აქვთ, ანუ ესეთ ტიპებზე წუწბად გეტყვი, ასეთ ადამიანს, ვინც ასეთ ადამიანებთან მიმართებაში ასეთი ქმედებებს ახორციელებს, უფრო პიროვნული სიმყარის ძალიან დიდი დეფიციტი აქვთ ხოლმე. ყველას გვაქვს მეტნაკლები ტურბულენტური მდგომარეობა პიროვნულ სიმყარეში და ეს ძალიან ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, ისეთ სფეროში ვართ ორივე ერთად, რომ გეშტალტში პირდაპირ არის, სელფი არ არის სტატიკური, არის დინამიური, სულ ვითარდება, მაგრამ არის ხანდახან ძალიან დისფუნქციური ჩვენი ეს სელფის ნაწილები, ძალიან მოწყვლადი და შესაბამისად მწონასწორობის შენარჩუნება ძალიან რთული არის ამ დროს. სადღაც ვინარჩუნებთ, სადღაც ხო, ასეთ ადამიანებთან რომელიც მოწყვლადი არიან, უფრო ვერ ინარჩუნებენ, ხო ხვდები და შესაბამისად ასეთ ადამიანს რო ეჭვი შეატანინო, რომ რაღაცა შენშია პრობლემა, აი უმარტივესია ის ხო ეძებს ამ სიმყარეს გარეთ.
გარეთ ეძებს. მაგრამ ისიც არის, რომ აი ადამიანი იყო და ნორმალურად შევიდა ურთიერთობაში და ნელ-ნელა ყოველდღიური წვეთობით ჩამოუშალეს სელფი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და აი ძალიან ნელ-ნელად ხდება. შეიძლება ძალიან მყარად იყოს, ძალიან ჯანმრთელად, მაგრამ ინფორმაცია არ გქონდეს. ნახე, აი რა კარგი თქვი. ნელ-ნელა და მყარად მე შეიძლება ვიყო ფიზიკასა და ქიმიაში, მაგრამ ქართულის კონკრეტულად პოეზიის საღამოზე თუ მომახვედრე და იქ ვიცი რომ ქიმია, ფიზიკა არ არის, იქ ნელ-ნელა და წვეთობით შეიძლება ისე დამამხო იატაკზე, რომ გამოვიდე საერთოდ ნული მეგონოს ჩემი თავი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ფიზიკა და ქიმიაში კი ვარ მაგარი, მაგრამ თულმე აქ რაღაცა სხვა რაღაცეებიც ხდება. ზუსტად იგივეა. სიმყარეში რო იყო ეს ადამიანი და ამ სიმყარით შევიდა ურთიერთობაში, იმ ურთიერთობაში რაღაცა იყო, რაც არ იცოდა მან და ვერც მიხვდა. ამიტომაც გარდა ცოდნისა და სიმყარისა, აქ ძალიან კარგი ხომ კითხვის დასმა თვით ეფექტურობაზე ბანდურა ძალიან კარგი ისა აქვს თავის თეორია. რაში ხარ მყარა და აბა დასვი კითხვა და ისევ მანდ მივდივარ. შენ წვეთობით რო დაგეწყო. რაზე დახუჭე თვალები? პირველი რა იყო რაზე დახუჭე თვალები? კარგი ახლა ამის გამო არ გავაფუჭოთ ურთიერთობა? არ გავაფუჭოთ ურთიერთობა, მაგრამ რატო გგონია რომ პატარა პირველივე არაზე ეს ურთიერთობა გაფუჭდება? საიდან მოგაქ ეს აზრი რომ ურთიერთობა არ აფუჭდება? ესე იგი არ იყავი მყარაც. გეგონა რომ და ხშირად მოდიან ხოლმე რომ ხვდებიან რომ ინფორმაციაც არ ქონდათ. არ ქონდათ ხო. ან მაგას ვამბობ რომ ყველაფერს სჭირდება განათლება. აი ჩვენ დღევანდელ დროში, როდესაც უკვე თანამედროვე ადამიანმა მოდი ესე უხეშად ვთქვათ, თოხი გადააგდო და შემოვიდა ინტელექტუალურ სამყაროში, იმიტომ რომ თოხსაც უკვე ინტელექტი ჭირდება, ეხლა აღარ არის ისე რომ ანუ საერთოდ ორივე ძალიან კარგი უნდა, იმიტომ რომ იქ მიწასთან კონტაქტის დროს ყველაფერს ცირა არ იყოს დასწავლილი ის ინტელექტი წიგნზე წაკითხული ანალიზის გარეშე ხდები. ძალიან ბევრი ადამიანს მიაჩნია რომ ყველაფერი იცის, ეხლა მით უმეტეს ინტერნეტში ვწია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვერ მაგიტომ უნდა დრო არის საჭირო, მაგრამ ამავე დროს ცოდნა არის უკვე საჭირო. დღევანდელ დროში ინტელექტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ხოლოდ უკვე აი ესე რომ ვთქვათ, ის ძველი დრო ჩვენ ადამიანები რომ იმას მიწაზე ვიყავით ორიენტირებული მთლიანად. თვით გადარჩენა და მუშკიბად. ეხლა უკვე სხვა დროა. შესაბამისად, არსებობა სჭირდება ცოდნა. სად იყო ამდენი ადამიანი ჩვენ გარშემო, ხო, ერთ სოფელში ვიყავით და იშვიათად რომ უცხო ტომს გადავეყრებოდით. ხო, არსებობა აღარ არის შუბზე და ურემზე მხოლოდ და ნახულობთ რომ იქ უკვე ბევრი ცოდნა გვჭირდება. ჩვენ რომ მოვერგოთ თანამედროვე დროს. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური, აი ფსიქოპათოლოგიები იქნება თუ სხვადასხვა გადახრები ცოდნა არის საჭირო ამის. კი. აი შენ წერან მკითხე აუცილებლად ნახე როგორ არის სანამ უშუალოდ პათოლოგიებზე გადავართ, რაც არის აშლილობები, ძალიან კარგია დიდი ხუთეულის პიროვნული ნიშნები და ასევე არის ბნელი ტრიადა, dark triad, ეს ინგლისურად არის ტრიადა ქვია და იქ თვითონ ადამიანები იბადებიან უკვე სამი ნიშნით. ეს პირველი ნიშანი ეს გახლავს ნარცისი. კლასიკური ნარცისი. შეიძლება აღზრდასთან ერთად ნარცისული სიმპტომები და ხასიათის ნარცისული შტრიხები ჩამოუყალიბდეს ადამიანს, მაგრამ იბადება ზოგი აი ასეთიც. სხვადასხვა გენეტიკური განწყობებით, იმიტომ რომ მე ახლა არა ვარ ფსიქიატრი, მაგრამ უკვე დადასტურებულია რომ შფოთვა არსებობს სიტუაციური, არსებობს გენერალიზებული ტრამვული, მაგრამ არსებობს გენეტიკურიც ხო და მსგავსი რაღაცები. არის ვისაც უნდა მე კვლევებით ნახავს. ნარცისი, არსებობს მაკიაველიზმი და არსებობს ფსიქოპათია. ესენი არიან ჩვეულებრივი, არ არის ეს პათოლოგია, ხასიათის ნიშანია, ბნელი ტრიადა ქვია. უბრალოდ აქ რა არის, რაც სამივე საერთიანებს. თანაგრძნობის არ. მას, ეხლა ვკითხოთ უთხრათ ადამიანს, რომ მომეცი მილიონი. ხო, ვერ მოგცემს, ხوار დავაჩქაროთ, ხوار მოგცემს, ხო? მომეცი მილიონი ვერ მოგცემს, რომც უნდადეს ვერ მოგცემს, იმიტომ რომ არა აქვს. მისგან შენ რომ ემპათია სითხოვ, არ აქვს. ეს ძალიან კარგად ჩანს ბავშვებში. ძალიან კარგად ჩანს ბავშვებში და თავის დროზე არ მიექცა ყურადღება. გაიზარდა ადამიანი, მაგრამ ახლა მე რა ვქნა, ვიცი რომ პათოლოგია არ არის, არის ხასიათის რაღაცა ნიშანი, მაგრამ მე
ამით რა მე თუ ვარ არა ვარ ბედნიერი ბოდიში აი მე ცხოველთათაცის სფეროში ვარ ძალიან დიდი ხანი და ცხოველებს ვაწვალებ ხო რატომ შევედი იცი ამ ცხოველთათაცი ხა მე ცხოველები მეყვარს ზოგადად მაგრამ ცხოველებზე მეტად ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ადამიანი თვითონ როგორ რეაგირებს ემპათიურ ნაწილში და ყველაზე კარგად ჩანს რამდენად ემპათიურები ვართ ცხოველებთან ანუ აი მნიშვნელოვანი რა იყო იცი რომ ადამიანს რომელიც ცხოველების მიმართ აქვს ემპათია ის დანარჩენი ადამიანების მიმართაც სხვათა შორის მაგას ხო ამბობ და ძალიან აი ჩანართის სახით გეტყვი მე სხვა დროს არიან ადამიანები რომელსაც ადამიანის მიმართ არ აქვს ცხოველებს ესაც არის ტრამვით სხვათა შორის ჰიტლერი გირდებოდა ცხოველებს წარმოვიდგინე ნახე ხო ხედავ ანუ ესე იგი როგორი არის ეს სფერო რომელიც აპრიორი 100%-იანი დასტურს არ გეტყვის ანამკვლევ მაგრამ მასშტაბურად იცი როგორ რაღაცა არის ჰუმანიზმი არის მე ცოტა უფრო ჰუმანურ ადამიანის აი ჰუმანიზაციის მომხრე ვიყავი და უფრო ამიტომ ჩაუდექი ამ ცხოველების უმწეოა იმას ჭირდება ანუ ჩვენი ხასიათი ჩანს ამ ქცევაში კი ყველაფერში ჩანს ხო და მათ შორის ამაში იმას რომელსაც არ შეუძლიათ გითხრას რამე შენ როგორ ხვდები რომ და დაუცველია უკვე მორჩა ხო ანუ დაუცველზე შენ თუ შეგიძლია იცალა და თან მიზეზის გარეშე ანუ არ ჭამ თუ თავს არ გესწრებს იგივე რასაც ადამიანს დაუცველ ადამიანს უკეთებ სხვასთანაც თორე ზოგჯერ შეიძლება ადამიანი ვერ შეამჩნიოს დაუცველი და ცხოველებზე ქონდეს ეს პათოლოგიური ფიქსაცია ხო ნამდვილად გეთანხმები და აი ამ ადამიანებს არ აქვთ ეს ну არა აქვთ ეხლა არ არის არა ვარ ვიმეს თუ აქვს არჩევანი რომ არა აქვს მაგრამ მასთან ერთად იცხოვროს და ეს ასწავლოს ზრდასრულს კი ბატონო მისი არჩევანი მაგრამ მან უნდა თავიდანვე იცოდეს რომ არა აქვს მაგრამ როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა აქვს ხა ძალიან მარტივია ან მეორე კიდე ნახე მე თუ ვარ ჯანსაღის საზღვრებში და ეს აუცილებლად უნდა გავაჟღერო ხშირ შემთხვევაში ჯანსაღი ეგო ფუნქციის ადამიანს ეძახიან манипуляторს ისე манипуляторები არაჯანსაღი ეგო ფუნქციის ტიპი. ხაი მაგდეთ მე როდესაც ყველაფერს აგაბრალებენ პროექციაში, რასაც თავის თავთან არიან. კი ბატონო, მე როდესაც რაღაცა პერიოდში ვარ კონტაქტში და ეხლა მაქვს ის დრო რომ მე ფიზიკურად შეიძლება შენ ზარს ვერ ვუპასუხო, ან შენ მოწერილ SMS. და ძალიან აგრესიულები ხდებიან მე. ერთი უარი და ეს უარი ხომ არ ნიშნავს აპრიორი იმას რომ მე რო შენ რაღაცაზე უარს გეუბნები არ მიყვარხარ იქნება შენც მიმასგან თან მანამდე ხომ იცნობ და იცი ხო ჩემ შესახებ პირველივე ხო არ არის თუ პირველივე ადამიანმა უარი უთხრა არ ეწყინებათ იმათგან ურთიერთობაში რომ შედიან და მე უცბად მიჩვეულის თემაზე და უარი უთხარი უცბად აი მოსაზღვრეზე რო თქვი აი ახასი და მოსაზღვრის სიმპტომატიკის აი აქ კვარცხლბელზე ასული უცბად ჩაგახსკნელებენ ყოლიან ჩემი სფეროდან გამომდინარე აი წლები რომ წერდნენ და წლები ვეხმარებოდი ხო აბა ერთი არ უპასუხე არ გცალია იმ ხელა პრეტენზიები ქონიათ მე თითქოს ერთელი 10 წელი მეც მქონიათ ამო ეს მდგომარეობა და მაქვს ხოლმე პერიოდულად რომ ეს არის ჩემი დიდი ხუთეული ვახსენე და დიდი ხუთეულისთვისებაში არის გამოცდილების მიმართ ღიაობა დათანხმება რაც კონფორმიზმს არ ნიშნავს დათანხმება ნიშნავს რომ კი ბატონო მისაღებია ეს და თუ გამოცდილების მიმართ ღია ვარ მისაღებია და კეთილსინდისიერება ეს სამი თვისება ერთად მაქვს აუცილებლად ვიქნები სოციალური მაგრამ არ ნიშნავს ექსტროვერტობას სოციალური ვიქნები სოციალურად კეთილსინდისიერი გამზიარებელი და ესე როდესაც აკეთებ აი აქაც მე манипуляცია შეიძლება შენს დაგეწყო შენ დაუნებურად იმას რომ ეხმარები და манипуляცია არის შექება და მადლიერება, აი პირდაპირ წერია. ხშირი შექება იქიდან და ხშირი მადლიერება. ხო, ისაც ესე სწავლობს, რომ ნახე რა კარგია დამეხმარა, არავინ და შენ, რა კარგი ხარ. აი არავინ და შენ, თუ სულ მადლობებს გიხდის, რომ შეგინარჩუნოს. შენ თუ ასე აი ეს პატერნი გაქვს, რომ ადამიანებს ეხმარები, ვინც არ არის მადლიერი, კი ბატონო, გონია რომ შენი პირადი საზღვრებია და არ ეხმარები და ვითომ სუსტებს ეხმარები შენ უკვე შენ ფსიქიკაში ის დაასუსტე. ამის უფრო არა გაქვს. რატო გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ის სუსტია მხდე? ხდები აი ესე. ეს არის აი ფსიქოლოგიურად როგორც ეს ცოტა ასტროლოგიურადაც შემოვიტანე. აბა შემოიტანე. ზეტრება ადამიანს. ხო. ხო. ანუ როცა ამდენი ხანი სულ ერთი და იგივე, ანუ გინდა დაეხმარო. იმას მოწონს შენ ზურგზე რომ მზის და ნეგატიური манипуляციისგან განსხვავებით, რომელიც აქეთ გავალდებულებს ზურგზე გიზიზას, სუგეფერება და მადლობებს გიხდის, მაგრამ ცოცხალთავით იქიდანაც არ ჩამოდის. შენ ცოტა ხანი ამ მადლობებს უძლებ, მაგრამ
თან წუწუნებს რო არ შეუძლია, მაგრამ შენ კარგავ შენ თავს, აი რა კარგი მეტაფორა მოიტანე. რამდენი ხან ნაათრიო ბავშვი რო ბავშვია რაც არ უნდა უმწავიყო და ჩვილი თუ ვერ უძლებს დედა სანამ გაიზრდება მანამაც კი ახლა მე ხო რო ვერ ვუძლებ ხშირ შემთხვევაში აი საფენზე დამიწვენია ან რაღა თუ არ არის არაფერი იმიტომ რომ მე ვეღარ ვუძლებ ან ვერ გაძლებავდე რატო უნდა მიიყვანო საქმე მით უმეტეს ის როცა გაიზარდა შერასაც ამბობ შენ საზღვრებსაც და სხვის მის საზღვრებსაც ძალიან იმიტომ რომ ის ჩვილი რო აღარ არის და 4 წლისა და კიდე ზურგზე ყავს როცა არაფერი ტკივა ბავშვს ხო ესე იგი მას ძალიან ურღვევ მასში უკვე ამას ქმნი მე ისეთ ბავშვი გაგარდა ნახე როგორი თვითრეფლექსია გჭირდება რა ძალიან ყოველ კონტაქტის საზღვარს რო ვეძახით კონტაქტის საზღვარზე რა ხდება აი სულ თვითრეფლექსიაში უნდა ვიყოთ ზუსტად და როგორ ვაკეთებთ სელფის აქტიურობით მე როდესაც შენთან შემოვდივარ კონტაქტში ჩემი სელფი გააქტიურდა შენთან შენი უკვე კონტაქტის აი ეს საზღვარი უნდა გავიგოთ ეხა ჩვენ ამ საზღვარზე სად ვართ და როგორ მოდის ახლო შორს ძალიან შორს და როდესაც სულ აქ არის აი აქ ძალიან დიდი ენერგიების ესეთია ხო საკმაოდ დიდი უკვე ქიმია მიმდინარეობს ოდნავ მე გავიწიე ვიგძენი რომ ჭირდება გაწევა ამან თუ ეს ვერ იგრძნო რა თქმა უნდა ეს მისი პასუხისგებლობაა მაგრამ ეს მე ამ ჩემს რეაქცია ჩემია და ვარ მე თუ ჩემი საზღვრები კარგად მაქვს მე ეს ჩემს რეაქციაზე ასაკეთებს ის მორბის რომ ან მომკაჩოს ან მოიჩოჩოს ჩემსკენ ხო და ეს უკვე და ეს რას გააკეთებს ამას ხო არ გააკეთებს შვიდად ეს გააკეთებს ამას უკვე შფოთვით საწახვედი ჯერ დაგიძახებს და რო უტყუპე ცოტა ხანი ისეთი შფოთვა დაეწყება პატივისცემით კი აღარ მოვა შენთან ან ძალიან გაგაბრაზებს რაღაცების ძახილს დაგიწყებს და ეგაც საზღვრის დარღვევა აუცილებლად ფიზიკურად მოვიდეს ეს არის უკვე შენი სოციალური სტატუსის ემოციური და პიროვნების ღირსების საზღვრები. მაინც შემოვიდა. აღარ იყო მადლიერი და შენ რა საყვარელი ხარ და რა კარგი ხარ, აღარ არის ეგეთი. ხო. ან ფიზიკურადაც შეიძლება დაგირეკოს მესიჯი მოგწოს, სახშიც მოგადგეს. ფიზიკური საზღვარი ეგ არის, ხო, რასაც აი უშუალოდ ეს უკვე ის დონეა, ხო, ქალები რომ ყოფილების მსხვერპლები ხდებიან და რაღაცა უკვე ბევრი აგრესიული. და ასე მამაკაცებიც, როდესაც ქალები შორდებიან და მამაკაცებმა ვერ ჩახსნეს. რატო? იმიტომ რომ ასეთი მამაკაცი, რომელიც ვერ ხსნის დედასთან სეპარაციას და ემოციურ ჭიპლას ვერ ჭრის, ის ვერასდროს ვერ ჩაჭრის ცოლთან. ან დედასთან ემოციური, დედასთან ურთიერთობა ქონდა დისფუნქციური, ვერასდროს ვერ მიიღო დედისგან ის, რაც უნდოდა. აქ ხა ისეთი საინტერესო რაღაცები თამაშდება და კი დედაც კი არა თუ კარგი დედა ყავს ასეთ კარგი დედა ბჭყალებში ანუ შეწირული დედა მას მოგონია რომ ქალი ესეთი მსხვერპლი შეწირული ყველა ქალი ესეთი უნდა იყოს და ერთი არა მისთვის არის არა ქალობის ტოლფასი და არა დედობის ტოლფასი და მეორე თუ დედა ყავდა აი ასეთი რომელმაც უგულებელ ყოფილად გაზარდა მეტნაკლებად ჩვილი ან ამ შვილმა აღიქვა რომ ესე გაზარდა გახქმაზე ძალიან მნიშვნელოვანია ცოლთან მიმართებაში ცოტა ოდნავ დაიწყებს ისეთი ცოლის ძიებას, რომელსაც აი როგორც დედისგან სულ უნდა მიიღო და რაღაცებს აკეთებდა რომ დაემსახურებინა. ეს ძალიან მატყუარა არის გოგონებო. ყველაფერს გააკეთებს, სანამ შენი ცოლი გახდება, ცოლად მოგიყვანს. პირაზე დადგება, როგორც დედაზე. მაგრამ დედასგან ვერასდროს ვერ მიიღო ეს და სულ ასე იყო. მაგრამ ფარული აგრესია, აქ რატო? და ცოლი ახლა ჩვენ გოგოები და ქალები ხო არა ვართ ეგრე რომ მთელი ცხოვრება პლატონურად. მე ჩვენ უკვე მისთვის ხელმისაწვდომი. აბა ეხლა კი დამაცა შენ. და რას აკეთებს? თან სულ შიში აქვს, იმიტომ რომ იქ ქონდა შიში, რომ არ გამექცეს და აქ ზემ კონტროლის მოთხოვნილება გაკონტროლოს, ეჭვიანობაც მოძდევს ამას. ბოდიში. აი ჩვენთან არის ესეთი კაცრავად მეგობრებო, ეს პრობლემა. ასტროლოგიაში ახლა მქონდა ამაზე საუბარი. სამთვარე პლუტონი, ვამბობთ, მთვარე არის ჩვენთან ხალის არქეტიპი, დედის, პლუტონი არის манипуляცია, კონტროლი. გვაქვს ასპექტი, რომელიც პირდაპირ მიმანიშნებს ხოლმე და კაცები რომ მოდიან ჩემთან და თქვა გავსი ასპექტი აქვს, უეუბნები, რომ არის ფარული აგრესია ქალებზე და გააკონტროლე. რა კარგად. შეიძლება დედას დასჯა მოგინდეს ხალის მეშვეობით. და სხვათა შორის აი რომ გავხსნილ ვართ აი ამ თერაპიულ პროცესში ეს ჩვენთან ეგრევე ჩანს ანუ ანალიზების ვეძახი ასტროლოგიას და იცი რა არის რომ რეალურად ეს ქალებიც რომ მოსულან ჩემთან და აი მამაკაცი არ ვიცი აი манипуლირებს რაღაც ამწარებს
მსგავსი ასპექტი შეიძლება ქონდეს. და აი ფსიქოლოგიაში პირდაპირ არის ჩვენთანაც და აი როგორ გავაკეთოთ ესე რომ აი კაცი ვხედავ რომ მე მებრძვის, ხო სიამოვნებაში დედას ჭის. გააჩინა განვითარების დონეს, კი? და აი დედას ჭის. არაცნობიერად თან ხო, ამ კაცის განვითარების დონეს თუ ამ ადამიანს ეს ქონდა ისეთ პირობებში რომ თან კარგი განათლებაც მიიღო თქვათ ხო არ იყო მარტო დედა იქ იყო სიმშვიდე მამა იყო დედაც პერიოდულად მაგრამ ანუ ველს გააჩნია და ყველას გვაქვს რაღაცა ტრამვები მაგრამ ჩვენ ხო ამ ტრამვებში არ ჩავრჩით და არ უფუჭებთ ხეს ხო ვიცი რომ რაღაცა მაქვს აქ ნატკენი მაგრამ მე მთელი ეს ნატკენი ხო არა არის რაღაცა რაც ვიცი და ვუვლი აი გააჩნია ადამიანს თუ კაცს აქ ის აღქმა რომ მეტნაკლებად ამას აკეთებს მაგრამ სხვა პიროვნული ნიშნებიც აქვს და ეს არ არის ისეთი პათოლოგიაში გადასული და აქვს სხვა ნიშნები რომელიც არის ნევროტოლოგია კი აქვს მაღალი მაგრამ სამაგიეროდ დათანხმებად შეუძლია მოსმენაც ასეთ ადამიანებთან მუშაობა შესაძლებელია თერაპია ძალიან კარგად მუშაობს ამ დროს და თუ მას უნდა რომ რაღაცა გააცნობიერა და ხშირად იცი ახლა კაცმა ვიცი მაგრამ არ შემიძლია ვერ ვაკონტროლებ აი ეს მომენტი და არა სამანიპულაციო მართლა გრძნობს ხალი რომ უნდა მაშინ შეიძლება თუ იცით მაგრამ ვერ აკონტროლების შემდეგი ნაბიჯი ახლა მე წყვილთა თერაპიის ლიცენზია ავიღე და აი ზუსტად იქაც იყო რას აკეთებს ამის მერე აქ ლამთავრებთ თუ რამე მუშაობთ აი ამ კონტროლის მექანიზმებს ჩვენი კონტაქტის საზღვარზე ვაცნობიერებთ კონტაქტის საზღვარზე ხო თვითრეგულაცია თუ ამას ახერხებს და ორივე მოწადინებულია და არის მზად ერთი თვე ორი თვე თუ წლებით თუ დაჭირდა მაშინ ისინი ძალიან კარგად იქნებიან ბოლოს და იმ კაცისთვის ასეთი ქალი კურნებაც არის და სეპარაციაც არის დედა რო სხვა იყო და ეს ქალი დედა არ არის მაგრამ თუ ეს არ არის აბა ეხლა თარასოკვირდებით დაზიანებული ურთიერთობებიც აი მოდიან ხოლმე ზოგჯერ წყვილიც მოსულა ჩემთან რომ რაც უფრო ადრე იწყებენ ამ პროცესს თერაპიულს აი ფსიქოლოგია ადამიანურად რო ვთქვა წენები როცა გროვდება დიდი აღარ გიღირს მე არაფრის გამოსწორება ხო ძალიან კი მაგ დროს რესურსების მოპოვება ძნელია რომ რაზდებიან კიდეს თუ პარტნიორმა ცვლილება დაიწყო იმიტომ რომ აი ზოგს უთქვამს რომ მთელი 15 წელი გამიმწევს ეხლა კარგი დროსია ეხლა რაღა დროსია ხო აი ეს რაღა დრო კი ქალებს კი ყოველთვის ქალებს უფრო ეკნებათ შემიცოდე კაცებს ეგ არაზოს ანუ პირიქით უკვე შედეგი შეიძლება იყოს ცვლილებაში ამ შემთხვევაში რომ აცნობიერება ახალგაზრდობამ გაიარა კაცებს ფაქტიურად თუ ქალთან აქვთ რაღაცა ემოციური კავშირი და ქალი მათთვის კიდევ სასურველია ეხლა რაღა ამის დრო არის და ეხლა აღარ მინდა კაცებს ეგ არა აქვთ აი არა აქვთ ხო გეუბნებით ხედავ რამდენად მოწყვლადები არიან კაცები რამდენად ადიქტურები არიან ამ ზრუნვასთან ესე იგი ყველაფერს გადაუსვავენ ხას რაც მათთვის გადხას გადაусმელია იმას არა მაგრამ აი იმ თავის რომ ისევ იყვნენ მაგრამ ქალი რომც არ იყოს ღალატი აქ არ უცებ ღალატზე და აი ეს ნუ ქალისთვის იმიტომ რომ ძალიან მაგარი საინტერესო რაღაცა წავიკითხე ამას წინაც და მე ეს ვიდეოებიც ჩაუჭექი რომ კაცის აი ეს ურთიერთობა კაცის ურთიერთობა ამ წყვილებთან გარდა ამ დედის და ჭიპლარის და ასე ნუ ეხლა ფროიდის კომპლექსი არის ნამდვილად კომპლექსი და ეს ოიდიპოსის და ეს და ამაზე მე შეიძლება კიდე სხვა დროს ცოტა უფრო სხვანაირად არის ეს მომენტი რომ ქალისკენ ასე მიდის გარდა იმ სასურველებისა კაცი მაინც აი თავისი ფალოსური კაცის თუნდაც როგორ ხდება ურთიერთობა ხო სექსუალური ურთიერთობა კაცი შემტევია ქალი მიმღებია მაგრამ კაცი არ ირჩევს კაცმა შეიძლება აირჩიოს რო უნდა მაგრამ კაცი რამდენს აირჩევს კაცი ერთს ირჩევს აი მაგის თქმა მინდა და ქალიც ერთს ირჩევს ქალს ბევრი ყავს თხოვნელი თუ როგორც არის ეხლა კი შეიძლება ვიღაცა თქვა ეგრე კაცსაც კი კაცს ბევრი მსურველი ყავს კი მაგრამ კაცთან მიმართებაში მსურველები ისე ვერ გამოხატებენ აქტიურად მე არ ვამბობ ეხლა რაღაცა ნუ ბუნებაში ცხოვრებული არის ხა ერთი დედალიანი და მამას მაინც ქალი ირჩევს ხედავ დედლები არ ხოცავენ ეშვანეც კაცის ამიტომ კაცი არაზრს არ უნდა მოდუნდეს ხვდები მით უმეტეს დედასთან მიმართებაშიც ეგრეა რომ დედის სიყვარული ცოტა ხნის მერე გაიგო რომ იყოფა ვიღაცა უფრო დიდზე ვიღაცა უფრო ძლიერზე
რომელსაც რამდენიც არ უნდა გააკეთოს, ვერასდროს ვერ გაუტოლდება, იმიტომ რომ იმის სიტყვა კანონია. ხდები, რამხელა ფარული აგრესია არის და მამასთან მიმართებაში აგრესია, რომ ვერ გაუტოლდა. ეს ხო გადადის ყველა კაცის მიმართ აგრესიაში. არ წამართვას დედიკო, არ წამართვას ცოლი. ამიტომაც რა თქმა უნდა, კაცი ბევრწილად თუ სხვა რაღაცები არ არის, იტყვის რომ მე ვარ თანახმა, გამოვასწოროთ. ქალი არა, რატო? ქალი არ არის ფალოსით პირდაპირ წამოსული. ქალის ეს არის შიგნითო. კაცის გარედან, ქალს შიგნიდან ბიოლოგიურის გარდა, შიგნიდან აქვს. აი მე მუშაობდი მენოპაუზაზე, მინდა გავაკეთო მე ის. ქალის მენოპაუზის შემდეგ ლიბიდო კი არ ქვეითდება, ლიბიდო ხდება ინტელექტუალი. ინტელექტუალური ლიბიდო, ეს ძალიან დიდი ძალაა ქალში და მე მაგაზე შეგვიძლია უბრალოდ ეს შიგნიდან არის, ეს ინტელექტუალური ლიბიდო, სხვადასხვა ის ტერმინია, რომელიც მე არსად არ მინახე და ეს ჩემი წიაღსვლა ხალხო დავაპატენტოთ. ხო და ის რა ქვია, შიგნიდან ხდება. და შიგნიდან ძალიან ბევრი პროცესია ქალში გაანალიზებული. და კაცს რო უცბად კი, კარგია და მოვჭით, ქალი იტყვის, აბა, ახლა გაჩერდი. ასე მოვჭით ვიმუშავე და არ არის. აი შიგნიდან რომ მე ამდენი მეტკინა. მაშინ ყველა წერტილი განმიკურნე. კაცა აქვს ამის ნების ყოფა ყველა წერტილზე ჩაყიდოს. კაცი გარბის. მე მაგდენი ძალა და უნარი არ შემწერს ყველა წერტილს მოვერგო, იმიტომ რომ კაც რა გონია, იცი რა, ყველა წერტილის განკურნება ეს არის მისი ძალის და ენერგიის აი რომ მოინადირებ. არა და მონადირებ არაფერში არ არის. უბრალოდ არის სტაბილური ყურადღება, სტაბილური რა ემოციური ხელმისაწვდომობა. არ მინდა მე შენი ფიზიკური ხელმისაწვდომობა მხოლოდ. ჰერცი ნახე. ემოციურად იყავი ჩემთან. ნახე რა მოხდა? ადრეც მქონდა ამაზე ვიდეო. მეც ხო ხა ქალი ვარ და მეც ხო მე როგორც ქალი. არა ჩვენ ხო ზოგადად ესეა დამკვირვებელი პოზიციაში უფრო მეც რო ვიგებთ, სწორე ჩვენ ხო მეც ესე საუბრობ. დამკვირვებლის ყური აი ეს როგორ რაღაცა დავაკვირდი. ხოლო და ფსიქოლოგი კი არა. მე როგორ აი წინა თაობას ახლა მე ცოტა ესე შუა იმაში ვარ რა, როგორ ასაკში ვარ, იცი? ძველი თაობაც მახსოვს თავისი სამყაროთი. მე მეხებოდა ეს სამყარო, როდესაც ქალები თხოვდებოდნენ გადარჩენის ინსტინქტისთვის, იმიტომ რომ სახელმწიფო არიცავდა, გარემო არიცავდა, ანუ პატრონის ჩაბარდა. აი ეს თემა, ხო? იმიტომ რომ აი ახლა ნახე ევროპაში როგორ არის, რომ სულ არ გჭირდება უკვე არავინ, სახელმწიფო იზრუნებს შენს. მოხუცებულობის არ გეშინია, უმუშევრობის მომენტი არ გეშინია და ავადმყოფობის არ გეშინია, ანუ მოგხედავენ. ძალიან უტრირებულია, მაგრამ უპატრონოდ არ დარჩები, ხო? ნუ აი ძალიან ისე არაცნობიერ დონეზე ესეთ რაღაცა მუშაობს და ნახე როგორ რაღაც არის რომ ეხლა ნენელა ის აუცილებლობები აიღო სახელმწიფო მე ხა საქართველოს არ მომწონს ზრუნვის მრავალ ასპექტში ევროპაში და აღარ საჭიროებთ ბავშვები გავაჩინოთ იმისთვის რომ მე წლის მომტანი ყავდეს ქმარი ყავდეს იმიტომ რომ გარე სამყაროსგან დაგვიცვას და ქურდი არ შემოვიდეს პოლიცია არის უკვე იდეაში რაღაცა ანუ მთლიანად უკვე გადავიდა რა იცი რომ ხალი აღარ საჭიროებს მამაკაც როგორც გადარჩენის და არც манипуляციის წყაროები აღარ გასცა ქალმა იმისგან იმიტომ რომ თვითონ შეუძლია იმუშაოს ანუ არის უკვე ამის შესაძლებლობები რომ ქალმა თავისი ის სიცოცხლის არსებობის ის შეინარჩუნოს. დაიკმაყოფილოს საკუთარი ყველა ის მოთხოვნილება რაც უნდა. რა სჭირდება ახლა უკვე ინტელექტუალურად და ემოციურად უნდა გაუკაჩოს უკვე ქალს. აღარ სჭირდება ქალს რაღაცა ისეთი ბოხი ხმით მოლაპარაკე ღიბიანი კაცი. მას ემოციები სჭირდება. ახლა ნენელა ყველა მაშინაც სჭირდებოდა იმ პერიოდში ემოციები, მაგრამ არა ხო და არც გონდათ უფლება ქალებს ესეთ. არც ის მოდათ ამდენი კაცი ეგონათ ხო ესეთი. არც იცი რატო არ ჭირდებოდათ. არ ჭირდებოდათ ამდენი ემოციური საშუალება ყველა თავისთვის შრომობდა. მაგას ვამბობ, აი დროც არ იყო და ინტელექტიც არ იყო შესაბამისი, იმიტომ რომ არ იყო მაშინ საჭიროება ამისი, ხო? ყურადღება არ იყო მიქცეული მაგ ასპექტებზე, ფოკუსში არ ჰქონდათ ხო ეს ყველაფერი. და ეხლა იმდენ შეიცვალა დრო, რომ აი ხა როგორ რაღაც არის, იცი რომ ვაკვირდები, რომ კაცს მოუწევს სერიოზულად აი მოერგოს თანამედროვე დროს მიხვდეს. ნახე ხლა მაგად რა მეგობრებო ბოდიშით, მაგრამ ჩელენჯები წამოიღო რა გამოწვევები. უკვე ორი კატეგორიის კაცები მოგვცა, ამიტომაც კაცები მართლა გადიან რთულ პერიოდს. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ ქალები თითქოს მუსკულატორები
და არიან კიდე კაცები, რომლებიც მიხვდნენ რომ მოწონთ ეს და ინტელექტუალები, მაგრამ მამაკაცურობის ნაწილში მოიკოჭლება. თეიმურაზებს ვიძახი მაგ ჭაყოები და მე ახლა ეგრე არ ვთქვი, მაგრამ ზუსტად ეგ მეტაფორა წამოვიდა. ჭაყოები და თეიმურაზები. ჩვენს ქვეყანაში და აი ეს ჭაყო და თეიმურაზის წესით უნდა წავიკითხოთ, ესე იგი, რომელიც თავის დროზე საქართველოს და საქართველოს გარეშემტრების, მაგრამ ჩვენში არის ეს ყველაფერი. მანდიყო ხალებშიც მარგოები და ნახე როგორ შეიძლება კაცთან ურთიერთობაში ქალი, მშვიდი, მზრუნველი, ლამაზი ვერ მიუხედავი, მხოლოდ კაცის ინტელექტუალობა რო არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ მათ შორის აიყო ემოციური ხელმისაწვდომობა. აი ემოციები, მაგას ვამბობ, რომ ეხლა მოუწევთ კაცებს, მაშინ არ ჭირდებოდათ ეს და ეხლა მოუწევთ ინტელექტუალიზაცია ჭირდებოდა კაცს მხოლოდ ინტელექტის და ეხლა უკვე შემოვიდა ეს ემოციური ინტელექტი. რომელიც სად გავდივართ, ნახე? ზუსტად გავდივართ თამო იქ, რაზეც ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე, თუნდაც გეშტალტში და თუნდაც ხელზე ორიენტირებულ მუშაობის დროს. კაცმაც და ქალმაც უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. პირდაპირ გაგებით, ხელი როგორი მაქვს, ფეხი იმე როგორი მაქვს, ამ ხელს რა აძლევს მოტივაციას რო აიწიოს და რა არა. და ეხლა ჩავდივართ ისე, რა მაძლევს მოტივაციას რომ ვიღაცა შევეწყვილო და რა არა. ბიოლოგია გასაგებია, მაგრამ ბიოქიმია რა ხდება და თუ ეს არ იციან ვერა და როგორ უნდა გაიგოს კაცმა ეს თავის თავს უნდა გაუგოს ჯერ. თავის თავს უნდა გაუგოს, ანუ არც კაცობა დააძალოს, იმიტომ რომ კაცობა დაძალებული ბავშვები შენს კარგად იცი. აი გული მტკივა ხომ ჩემთან ბავშვები რომ ყავს. აბა რა კაცია და უნდა იცოდეს მუშტის მორტყმა. რა თქმა უნდა მუშტის მორტყმა კაცმა კი არა, ჩემთან ახლა ვინც კი გოგოები მყავს სტუდენტები, მოსწავლეებიც კარატეზე დადის, ყველა 1-2 ბოქსეც მივიდა. რა ვიცი, გოგოსაც არ აწყენს მუშტის მორტყმა, იმიტომ რომ ხა თუ დავაკვირდებით მუშტი მე შემიძლია. და ან მუშტის ბიოლოგიურად ჩვენ სამყარო მუშტის მოჭერა არ შეგვიზღუდა ქალებს. ყველას გვაქვს მუშტი. რაღაცეები არ შეგვიძლია კაცებს, ესე იგი იქ არ რაც ორივეს შეგვიძლია. აქ რატო არის დიფერენცირება? იმას უფრო კარგი მძლავრი კლავი აქვს, მაგრამ მე შემიძლია. თუ კი შენ მძლავრი მკლავი გაქვს. მარტო მუშტისთვის გაქვს ეს მძლავრი მკლავი. მე რო დამეხმარო. არა? ოჯახის დროს შვილი რო ხელში დაიჭირო, რომელიც უკვე მძიმეა და მე ძუძურ დედას არ შეუძლია. არა? ხდებისად გავდივარ. ეს ევროპაში უკვე პრობლემა საერთოდ აღარ არის. და ეს არის ეს ინტელექტუალიზაცია, აი ემოციური თუნდაც. მაგრამ როგორ აღარც არის, აი ძველად კაცები იყვნენ მართლა ტრადიციებად წმინდა წარმოდგენებსაც ამასაც ხონდა თავისი აუცილებლობა. ანუ ეს ყველაფერი ტრადიციები რაც არის შექმნილი, ეს იყო აუცილებლობიდან გამომდინარე. ხო, ისე ვერ შეიქმნებოდა. ხო და ეხლა მაგიტომ ვამბობ, რომ ვარც ცოტა ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან გარდამავალი პერიოდი არის. ძალიან. და ქალების დაბნეულები არიან, იმიტომ რომ უცებ ყველაფერის შესაძლებლობა მოგვეცა და ჯერ არ ვართ დეფიციტი უცებ პროფიციტში გადავიდნენ. ხო. არ ვართ ამისთვის ქალებიც მზად, რომ ეხლა მამაკაცისგან რომ მოვითხოვოთ, ჩვენშიც უნდა მოდი ეხლა მას შევეხოთ, რა შევეხოთ იცი? ეხლა ხო ჩვენ მამაკაცები რო არ დაგვეჩაგრონ მამაკაცების ფარულ აგრესიას, ქალებსაც ფარული აგრესია აქვს. ხო, რომ ჩვენც არა ვართ მზად, ჯერ რომ ჩვენი ძალა გავაცნობიეროთ, რომ აი ამ მარტოობაში საუკუნე ქალი არ იყო მარტო. და ეხლა მიეცა ეს ძალაუფლება და რამდენად სწორად ვიყენებთ ამ ძალაუფლებას, ხო ხდები? და რომ ეს არ არის მთავარი და რომ ყველა ქალი მაინც საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ ამ ყველაფერთან ერთად მე რა მჭირდება ყველა ქალი ყურადღება და ის რა ქვია, ყურადღება და სიტყვა. მაგრამ მეც უნდა ვისწავლო როგორ მივიღო ეს. ან დავეხმარო პარტნიორს, ეხლა მე როგორ ავარცი? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან არ მომწონს თანამედროვე ფსიქოთერაპია არ არის ეს პრინციპში პსევდოფსიქოლოგია, ყვითელი ფსიქოლოგია, რომელიც გეუბნება რომ ხოლმე შენ იყავი, ოკეი და მოარგე შენ ცხოვრებას. ეს ჩვენ არ გამოგდის ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები და განა მე კარგად უნდა ვიყო ყველგან, მე უნდა ვისწავლო თანაცხოვრება, ხო, გარემოსთან. ზუსტად საზღვრებზე გავდივართ აი აქაც, ხო? ხო, რომ აი მე ვიმუშაო ჩემი წილი პასუხისგებლობა რაც არის და გასასწორებელი რაც ამაქვს ჩემში და ასევე სხვასაც დავეხმარო მაგას რა ქვია იცი? და დავეხმარო მეც რა გავლენის ზონა, აი ძალიან კარგად არის ხა დაალაგებული პირადი საზღვრები, ეს ძალიან მოდაში რომ შემოვიდა და რასტურად რო იგებე. და
ჩემი პირადი საზღვრებიდან გავლენის ზონა. რაზე ვახდენ გავლენას? მე აი ზუსტად. რაც მინდა ვაკეთებ, მაგრამ მე თუ ამ ჩემი სიტყვით უკვე ვაცნობიერებ, ეს გავლენის მოხდენიც არის იქაც ისევ კონტაქტის საზღვარზე, არჩევანს ვაკეთებ, ამას რო ასე გავაკეთებ. ეს ყველანაირ გავლენა როგორი გავლენა მინდა მოყოს. ისე манипуляციაზე მივდივართ. ხო, მაგრამ აქ იყოს უკვე როგორ იცი რომ შენებლობაზე იყოს ურთიერთობის შენებლობაზე რომ ორნი იყვნენ ან სამნი სიტყვაზე ხო იქ მეგობრებთან როცა არიან პარტნიორებთან საქმიან პარტნიორებთან მაგრამ არა ეგოისტურ მესთან ვიყო მარტო და მე მარტოობაში გადადია. ეს ნახე როცა ხდება, როცა ქალი ამ წაიწեղან კაცების ძალაუფლებაზე ვთქვით, ქალი როცა ამ ძალაუფლებას მოიპოვებს, იმიტომ რატო აქვს ესეთი სწრაფვა ამისკენ, ხო? ჯანსაღად განვითარებული ჯანსაღი ფუნქციის ქალები თუ ურთიერთობას აჩერებენ, ისინი მართლა აჩერებენ, იმიტომ რომ არ არის და როცა კი ასეთი ადამიანი გამოჩნდება, იქ არ იქნება ვერ მიიღებენ. უბრალოდ არ არის ჯერ ეძებენ, მაგრამ არიან გაბუტული, ეგრეთ წოდებული გაბუტული ქალები და გაბუტული მდგომარეობა არ არის ხო არ არის ჯანსაღი ეგო ფუნქციის არის იგივე არის ბავშვის ეგო ფუნქცია. ტრანზაქციული ანალიზი კარგა. ბავშვის ეგო გაბუტული, ჯიუტი, დაუმორჩილებელი, უკვე გაბრაზებული, აგრესიული და დედიკო მამიკო რო გაბრაზებს და აჰა, კარგი ხო, მოგეცი, ეხლა არ მინდა. სულ რომ უნდადეს უკრავს ფეხს. ეს ბავშვის მდგომარეობა, ჩვენ ამ მდგომარეობას ვერ ავწდებით, მაგრამ უბრალოდ უნდა მივხვდეთ, როცა ამას ვაკეთებთ, იქ რაღაც ძალიან გვეწყინა და ესე იგი ეს არ არის ჯანსაღი ზრდასრულის და იქ და იმ მომენტში ისევ კონტაქტის საზღვარზე ჩვენ თავთან არჩევანი შემოდის და პასუხისმგებლობა რას ვირჩევ ახლა მე თუ ვირჩევ რომ ვიყო ჯანსაღი ზრდასრული ეგო მაშინ უნდა ვაღიარო რომ მე ახლა ბავშვის ეგო მქონდა ჯერ ვერაფერს ვერ აირჩევ თუ არ იცი რა გაქვს ხო ესეა მაღაზიაში რომ შედიხარ თუ არ იცი რა გაქვს და რა არა გაქვს რო უნდა იყიდო ხო ვიყიდი ბევრ უსარგებლოს მომეწონა ჭკუალებ და მოხვალ და ისახში მქონი როცა იცი რა გაქვს და სად ხარ კარგად ხვდები თუ იცი რომ გაქვს მაგრამ კიდე მეტი გინდა გაცნობიერებული არჩევანია მაინც და აი ნახე ესე იგი როგორ რაღაცას ამბობ სუმანდარ მოჩარჩერა აი აქ ხო ყოფთ ხოლმე ქალი კაცი მე მაგალითად ესე არ უყურებ რომ ეს არ ყოფ საერთოდ იმიტომ რომ ერთ რა პრობლემებიც აქვს მეორეს თავისებური პრობლემები და ტოლი არის ეს პრობლემები ბალანსებს ზოგადად ადამიანური თვალსაზრისით ერთია ხო შესაბამისად არის უბრალოდ რა იცი რომ ეხლა ქალი რა გამოწვევაშია და კაცი რა გამოწვევაშია მე რასაც უყურებ ხოლმე ეს ხა სროლგეშიც ცალკე ჩვენ ცოტა სხვანაირადაც უყურებ მაგრამ იდეა მსგავსია ხოლმე და ურთიერთობაში манипуляция სუფთა უნდა არა ჯანსაღი ეს არის როცა მხოლოდ ჩემ მოთხოვნილებასთან ვარ კონტაქტზე და გარესამყაროსთან გათიშული ვარ და ჯანსაღი манипуляция ეს არის როდესაც მე ჩემს თავს ვამუშავებ ჩემს საზღვარზეც, მაგრამ სხვაზეც ახლა შეიძლება თქვი, ხო, აი როგორ მოქმედებს ხვის საზღვარზე და ორივე არის შენებლობაზე ორიენტირებული. კი, ერთი მხოლოდ პირად ციხესიმაგრეს იშენებს და როგორ მოვა და არც კი გეკითხება შენი ორი ქუჩა რო იყოს და სახლებს რო აშენებდეთ და მე მაქვს ბევრი მასალა და შენ რაღაც 1-2 აგური გაქვს, მაგრამ ძალიან გინდა დიდი სახლი გქონდეს. არავინ არ გიშლის ხოს კაცო გქონდეს აი იმასაც ვისაც ეს მარტო მიღება თუ ეს გინდა გქონდეს მაგრამ რა გზით იღებს მოდის შენს უკითხავად გადმოძრება და იღებს ასე ამ შენ მასალას იშენებს რა შენ რას აკეთებ მაშინ როდესაც ის პირველ ორ აგურს იღებს და თავიდან აიგნორებ რა უშეს ვათხოვე მე სულ ვაკვირდები ხოლმე მაგას რომ ესე მეტაფორულად მიხმარება რაღაცებს უფრო მარტივად შევხედო აი ადამიანი რომ მოდი ორ აგურს იღებს, ხო ვიცი რომ ამ ორი აგურით ეს სახს არ ააშენებს. და მაინც ვათხოვე, ყოველთვის ვაკვირდები ორი არის. ამის იქით რას აკეთებს ამაზე. თუ ხედავ რომ ამით დაასრულა და თიც-თიცი არ ანძრევს და კიდე ჩემთან ორ აგურზე მოდის. აი ზუსტად. აღარ მიცემ. იცი რატო მე ეს მაკლდება, იმიტომ რომ მე უნდა და მას ამით არაფერი არ შეემატება, უბრალოდ იდეა ფიქსია, რომ ნელა-ნელა აგურ-აგურ ის როგორი ის არის? ან კითხავ რომ აი რა საკეთებ შენ ამისთვის. ან მივასწავლე ადგილს. თუ ჩაკეტილია და არ უნდა მიიღოს არაფერი და მაინც შენ აგურებზეა ორიენტირებული სიტყვაზე. ნუ უკვე ხო ხვდებით რა შესაძლოა. აი ასეთი ურთიერთობები ოჯახში. აი როგორ უნდა აი ხა კარგი მე უყურე სხვად გაშორდები და გაიქცევი. აი შვილთან ან ძმასთან დასთან ან დედასთან მამს ვერ გაიქცევი.
აი ხო როგორ შეიძლება წახვიდეს სხვაგან იცხოვრო, მაგრამ მეუღლე ყოფილი პარტნიორი თუ მეტნაკლებად ცდილობს აღარ მოის, ყოველთვის დაგირეკავს, მაინც მოვა, მაინც მოგიკითხავს, ხო. რაღაცა ისიც ვერ გაექცევი ემოციურად. ხო, აი რაღაც ვალდებულებისგანაც აქვს, თუ აი დედასთან მამას ვატოვებ. აი ეს არის. მე ხა ეგ უნდა მეთქვა. ძალიან მაგრა თქვა ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა და მე იგივე ის იყო ტრენერმა გაიმეორა, რომ დედა, მამა და მე მიჯაჭვულობის თეორია, მაგრამ ძალიან კარგად ხსნის ამას, რომ ჩვენ ვართ ემოციურად ტენდენციაში ისეთი მიმართული ემოციური მიჯაჭვულობისკენ ადამიანის ცხოველებზე მეტად. ამიტომაც შენი დადა, შენი ძმა და შენი შვილი ის არის, ვისაც დობას გაუწევ, ძმობას გაუწევ, ან დობას გაგიწევს, ძმობას გაგიწევს, ან ვისაც იშვილებს, არა ბიოლოგიური შვილები. აქედან გამომდინარე შენ არ ხმევს სახელს, შენ რასაც გასცემ ამაკს და რასაც იღებ და ეს მოგწონს, მეგობარი შეიძლება მოგწონს, ის კი არა, შეიძლება ჩემთან თერაპიაზე მოსული ადამიანის კი რომელსაც ვარ, ის რომ მიდის და ვუშვებ, იმასთანაც მაგ განცდა, ხედავ როგორი და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და ეხლა წარმოიდგინე, როცა ამ ყველაფერთან ერთად არის აღზრდასთან ერთად რწმენა. ერთი სისხლი, ერთი ხორცი. ეს სულ რომ არაფერი იყოს სისხლზე და ხორცზე როცა ალაპარაკი, პირდაპირ შენ ორგანიზმში ამის განცდა მოდის. ჩემი გული, ჩემი სული ერთად გაიზარდეთ, ერთად გეძინათ, ერთად რა არის სწორი? ფსიქოლოგიაში რა არის სწორი? არის ეს ვალები? აი, ჩემო საყვარელო, მე ახლა ძალიან კარგია გამიზიარე მე. უბრალოდ შენს მენესაც მე ახლა მაყურებელს უბრალოდ გაუზიარებ, რომ მე 4 შვილი მყავს და ძალიან რთულია მაგ სიტუაციაში, როგორ რომ ერთმანეთის გვერდში დგომაც და რაღაცაც. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვეუბნები, რომ რაღაცას ითხოვს ძმა ან და ვუყურებ მას. ან რატო ცირა მომიტანოს. ხანდახან არის მართლა რომ აი შეუძლია, მაგრამ ხანდახან განებივრებული შენს სიამოვნებს რომ მიუტან კი ბატონო. მაგრამ მერჯე და მეოთხე და მეხუთე ჯერ დაიძახებს, იმიტომ რომ მას კომფორტი უნდა და მესმის იმის კომფორტი. მისი კომფორტი პროფიციტში, ანუ ზალი ზედმეტშია და იმის კომფორტი უკვე დეფიციტში წავიდა. სულეონები განსაზღვრეთ. მე არ ჩამრიოთ, თორე მე ისე და ჩავერევი, ხა დედის როლი ცოტა სხვა, დედას უბალანსშია, ხან ისეთ დედა ხან, მაგრამ დააკვირდით. და თუ საქმეზე მიდგა უთხარი, სამჯერ მოგიტანე. ეს ის კი არა რომ სიკეთეებს ვითვლით. არა. უბრალოდ მიაქცევინე ყურადღება. 10 ჯერაც მოგიტან. 10 ჯერაც მოგიტან, გან არ მოგიტან, იმიტომ რომ მიყვარხარ, მაგრამ. ცირა მე შენ 10 ჯერ მოგიტან. 1-10 ჯერ შეიძლება კი არა 20 ჯერ შენ მოგიწევს, მე წყალი მომიტან მომასწრებული აღარ შემეძლია. ამის გამკეთებელი ხარ? შეიძლება გითხრას ვარ. მაგრამ მე უთხრა, მე აღარ მინდა მე ისეთ დაღლილი ვიყო, რომ შენ ირბინო ჩემთან წყლებს. ამიტომაც აი აქ ვჩერდებით. ასე ვზრდი მე მათ. ვეუბნები ყოველთვის ერთად, მაგრამ როგორც კი შეხედავთ, რომ ცხოვრებაში გერღვევათ ბალანსი, რესურსების ბალანსი, ფინანსური, ემოციური, სხეულებრივი, დროითი, სოციალური სტატუსის და ხედავ რომ უკვე ყველამ გაგაცალა, რაღა დაზაზმაზია ჩემ შვილებს თქვა, მაგრამ თუ დაინახეთ რომ მეც კი შემოვდივარ ზედმეტად თქვენ საზღვრებში, თქვენებური გაგებით და მე მგონია რომ სწორია, გამაჩერეთ, იქვე. მითხარით რომ ზედმეტია ახლა ეს. გამაჩერეთ რომ გავიგო რა არის ის, რაც მე მგონია სწორია. გააჩერეთ ერთმანეთი. იმიტომ რომ ჩემო საყვარელო ხალხო, აი ამას მიუმართავ. ჩვენ მოვდივართ ჩვენი სხეულით ამ დედამიწაზე, ხო ძალიან ბევრი ჯერ თქვენ სიტყვა იდეა ფიქსად. ჩვენი სხეულით მივდივართ. ჩვენს ნაცვლად არავინ იბადება და არავინ ხვდება. და ჩვენ იმ სადაც დავასრულებთ სიცოცხლეზე, სადაც ჩვენი ნეშტი იქნება, ან დაიწובה და ფერფრად იქცევა, ყველას თავის გზა აქვს. იქ მოვა ყველა, ვისაც ჩვენ გულში ვყავდით, დაც, ძმაც და შეიძლება ის ბავშვიც კი, ვისაც ოდესღაც რაღაცა სიკეთე გაუკეთეთ. აქედან გამომდინარე, ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციური მიჯაჭვულობა. ის საზღვრები ძალიან ხო არ ვართ მიბმული სადღაც და ჩვენ ძალიან ხო არ გგონია რომ როგორი ჯანსაღი ეგო ფუნქცია გვაქვს, როგორი მორალურად მაგრები ვართ და როგორი კარგი დები და ძმები ვართ. ეგ არის კარგი დები და ძმები თუ დაიკარგა საკუთარი თავი და ვინ ხარ შენც არიცი. და სხვა შეიძლება საქართველოს პრობლემა ეს არის ყველაზე მეტად ნახე, აი ეხლა შედაცაც ამბობ, სამართლიანობა ირღვევა, სამართლიანობის პრინციპი და აი თუ არის ოჯახში
ფასადი და არა შინაარსი. რა თქმა უნდა. შინაარსი არის ზუსტად ეხლა შერასაც ამბობ, გაცნობიერებული ურთიერთობების საზღვრების დაცვით. და მხოლოდ ფასადური როგორ და არის და უნდა გაუკეთო, ეს არის შაბლონი, რომელიც შინაარსში გამოცვლილია, იმიტომ რომ მე თუ სხვას უწევს ამის თქმა, რომ მე რატო არ უკეთებ და არავინ არ მეკითხება, რატო არ გაუკეთე. და უბრალოდ მეუბნებიან რომ შენ უბრალოდ ვალდებული ხარ რომ გაუკეთო. ხო, აი ვალდებულება უკვე ნახე როგორი სიმძიმეა. ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, როდესაც არის ვიღაცა ყვირის და ის ჩანს. და არავინ არ ეკითხება, რა მოხდა ისეთი რომ შენ გაღიზიანდი ამ დონეზე. ხო, ანუ ფასადს ვხედავთ, დოგმას ვხედავთ, მით უმეტეს როცა ამ ადამიანისთვის არ არის ეს დამახასიათებელი პატერნი. ეს კიდე უფრო მნიშვნელოვანია, ხვდები, რომ ზოგადად არ არის ესე და რაღაცა მოხდა. იმიტომ რომ მეც ახლა მთელი პრობლემა მაქვს ხოლმე, რომ ახლა შენ რასაც ამბობ, ეგ ზედაპირული დამოკიდებულება, ხო, ზედაპირულობა არის, როცა არ შევდივარ შინაარსში და შენ რა ურთიერთობასაც ამბობ, იცი რა რაღაცა ხა რაღაც სიღრმეებში ჩასმაგობთ, მაგრამ იმ მომენტში კითხვის დასმახო შეიძლება. მე არ მომეწონა გითხრა რომ აუ არ მესიამოვნა, არ უარყო შენი, მაგრამ მასაც დაუსვა კითხვა. სამართლიანად გადავანაწილოთ, ხო, რაღაცნაირად. ანუ ჩვენ მოცული ვართ ამ ჩვენით. ძალიან. ესაც ნორმალურია, თამო. ჩვენ შეიძლება ძალიან განვითარებაზე ორიენტირებულები ვართ ადამიანები, ზოგი ასე, ზოგი ესე. შეიძლება დაგვემართოს ესეც ნორმალურია. უცბად გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ მე ეხლა ეს დამემართა შეიძლება გაცნობიერებულადაც გააკეთო, რატო იცი? აი დედა რას აკეთებს, რომელიც არის ჯანსაღი დედა და არ არის მაკონტროლ. ვერ ბავშვი გასულია ზონიდან, მომსახურების ზონიდან, აი ტანტრუმის მსგავსი აქვს. ცოტა ხანი ასtis, მაგრამ თუ მისი ეს ქმედებები უკვე ისე დონეზე რომ მე-9 საათოვანო გადახდეს. ვიცი რა, თავისი ცხოვრება ასწავლის ვერიტყვი. იქ ყვირი ხარ, ან ძალიან ძალისმიერი აგრესიული ქმედებით ქაჩაური ცოტა ხანი აზრზე მოიყვანო. მაგრამ მე ხო ამაში არ ჩარჩები. აი ეს ძალიან გამოსაკვლევი თემაა, რომ ხანდახან ეს ყვირილიც რადგანაც ჩვენ შეგვიძლია არ არის მარტო ბავშვის ყვირილი, ხანდახან ეს არის გაგებინება. ხო, აი მე მტკივა და ვეღარაფერს ვეღარ გაგებინებ უკვე სხვანაირად. პროტა ამის მერე აღარ უნდა გაგრძელდეს მერე ეს ყვირილი არც ერთმა და არც მეორემ. ხო, მე ეს უკვე ტოქსიკურ დრამას ემსგავსება. აქაც უკვე მერე ვინც პირველი მოვა აზრზე რომ ეხლა ეს რკალი არ შევკრა და გამოვიდეთ, ის უნდა გაჩერდეს, ცოტა ხანი აცადოს, დაიცალოს ერთი ან მეორე და მერე წავიდეს ხელმეორე ურთიერთობა. ძალიან საინტერესო თემა მინდა ერთი კითხო ვიცი რომ თელ გადაგვენებზე ხარ. რა იცი, ხა ჩვენ გვქონდა გაგიზიარეთ თქვენც ჯგუფური ინტენსიური თერაპიული მეთოდოლოგიური შეხვედრები 4 დღიანი დილიდან საღამომდე გავდიოდით ფსიქოპათოლოგიებს. ძალიან ბევრ შეეხო ეს თემა. აი პირადი გამოცდილებითაც რო უყურებდი, როგორც კი ფსიქოპათოლოგიებზე გადავიდნენ, ხო? აი უკვე თავის თეორიით, პრაქტიკით და მე რასაც საქართველოში ვაკვირდები, რო ამბობენ ხოლმე, ხო იცი რა არის ჯანმრთელიერი, ხშირად ამბობენ ხოლმე. მე პირადად რაც უფრო ფსიქოლოგიაში, პათოლოგიები, თეორიაში ვისწავლე, ძალიან ბევრთან დავაკავშირე ეს მოსაზღვრეშულობას რო ეძახიან სხვა რეგისტრით, არა ახლა მთლად მაქსიმალური, მაგრამ აი სოციოპატია, ფსიქოპატია, ნარცისიზმი ეს ყველაზე მსუბუქი ვარიანტია კიდე იმასთან შედარებით. ძალიან შეჭიდული აქვს რაღაცეებისაც მინდა, მაგრამ მარტო ცალკე. ძალიან ხშირი ყოფილა. მე არ ვიცოდი მართლა და ძალიან ბევრს აქვს გამოცდილება მესაზღვრეშულობის ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა. აი ძალიან მარტივად გთხოვ, რომ განსაზღვრება, რომ ახსნა როგორ ამოვიცნოთ პიროვნული აშლილობის რეგისტრი, არა ახლა მთლად კლინიკა და უბედურება სიტყვაზე, მაგრამ აი ჩვენ გარშემო არიან და რა სიმპტომებია პირველი. ხო, აქ არის ძალიან რთული. შეგრძნება, ეს ცოტა манипуляცია, მაგრამ პროექციებმა არ შეგვიშალოს ხელი. ხანდახან არის, რომ ჩვენ იმდენად პროექცირებულები ვართ და პროექცია როგორც ყველაშია, მაგრამ როგორც დაცვის მექანიზმი ისეთი მაღალ დონეზე გვაქვს, რომ ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს რომ აი ნახე როგორი ფსიქოპათურად იქცევა არა ის კლინიკური შემთხვევა, რომელსაც როგორც ახლა ყველა ნარცისი გახდა. ხო, ყველა ნარცისია. იმიტომ რომ აი მაგ ტრიადაშიც კი ფსიქოპათია ყველაზე უფრო მსუბუქი თემა. რატო იცი? შეუძლია მხარის დაგიჭიროს, შეუძლია ჩაერთოს იმუშაოს რისკებს. ფსიქოპათი თუ
არის ჯანსაღად განვითარებული პირველ ნიშანი სამსახურში ყველაზე მაგარი რის გამწევი ეკყავს არ აქვს შიში ეს მიდის პირდაპირ ჩვენ ყოფილი პრეზიდენტი მახსენდება ხოლმე რაღაცა ნიუანსებით ანუ მე არ ვამბობ რომ მის კლინიკური იყო ეს მაგრამ ეს კი ქონდა ეს ისინი რომ საერთოდ არ აქვს კრიტიკა საფრთხის მიმართ ხა ვიღაცამ არ მინდა რომ იმ პოლიტიკურ ნაწილში გაიტანოს მაგრამ აბა ფსიქოლოგიურად დააკვირდით მაგრამ შეიძლება ქონდეს ძალიან ტურბულენტური ეს განცდა და უცველობის და მაგდროს ძალიან ზაფრად გამოიხატება და ესეც ჩანდა. ხო და ეხლა ეს მოსაზღვრე რა არის, იცი რომ ხან რისკის გამწევია, ხან არის ძალიან უუნარო. მოსაზღვრე არის სწორედაც ის რომ აი ამ დეპრესიულობისა და მანიაკალური ანუ ძალიან მაღალი ფაზის აქსელერაციული ენერგიის მაღალი დოზა რომელიც შეიძლება შფოთვის ისაც იყოს და ესეთი ადრენალინ, დეპრესიაში ადრენალინი არ გვაქვს, აქ გვაქვს ძალიან, აქ უფრო მეტად არის ესეთი მაგალითად კორტიზოლის და ესეთი სტრესული ჰორმონების სიჭარბე. ეხლა წარმოიდგინე, რომ ერთდროულად ადამიანს, ესე მარტივად რო ვთქვათ, დაალევინონ თან ვისკი, ალკოჰოლი, რაც კი რამე სასმელი არსებობს მათრობელა და პარალელურად უკეთონ ალკოჰოლზე ეს რაღაცა გადასხმები რომ არის. გასმევ გიკეთებ. ადამიანს რა დაემართება. ესე იგი ეს არის ხან მოიხედება, ხან გული წაუვა ის რაღაცა. წარმოიდგინე ახლა რომ თვითონ ამ ადამიანის კონტროლის ხელში არ არის ეს. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, გენეტიკურიც არის. შეიძლება იყოს აღზრდით, ნახე როგორ შეიძლება მოხდეს კიდე. სხვადასხვა ხასიათის მშობლები ყავს. სხვადასხვანაირი რეაქციები აქვს მამას მაგალითად არის ძალიან აქტიური ბრაზიანის სახში და გარეთ არის ძალიან პასიური. ანუ მამაც კი სპლით ქვია მას, გახლეჩილია. დედა სახში არის თუ მამა სახში აქტიურია, დედა სახში არის მორჩილი და გარეთ არის ხმალი და ფარი. აქაც. და ამის შიგნითაც შეიძლება იყოს მამა ასეთი, დედა ასეთი და მათი ესე იგი პოლარული თვისებები. ეხლა ეს ამას როგორ იღებს? მას აღიზიანებს მამის პასიურობა გარეთაც და აღიზიანებს დედის მამაკაცურობა გარეთაც. რამხელა გაღიზიანება და ვერ იგებს რა არის შიგნითაც. აი ძალიან მარტივ მაგალითებს, იმიტომ ძალიან ბევრია ხალხოს კლინიკურიც კიდე სხვა თემა. ხა წარმოიდგინე როგორ აირჩიოს. ამიტომაც რას გააკეთებს იცი? ხან აღტკინებული აი მამიკო არ არის აქტიური გარეთ და დამჩაგრა დედა მოვიდა დედამ დამიცვა. მადლერი და ბედნიერი კი ვარ იქ იმ მომენტზე. ოჰ სახში რომ მოვარ და მამას უყურებ რომლისგანაც მინდოდა და ის სახში არის რა ვიცი ბეტმენი და ასე შემდეგ ბეტმენი აი პერსონაჟი იყო რაღაცა მოძალადე არ ბრაზდები და არ მეხლიჩება მე შიგნით რომ ის აღმაფრენა რაც გარეთ მქონა თუნდაც ის რომ დედამ დამიცვა უეცრად დეპრესიულად აი როგორც შხამი აი ძალიან კარგად არის ხოლმე მოსაზღვრე იმაზე წყალში რომ შხამი შეიტანოთ აი როგორ ვები მე უკვე არც ის არის და რა ითხოვს გათავისუფლებას აი ეს ჭურჭელი რაშიც არის რომ ან წყალი ვიყო ან შხამი ვიყო ან ის და თვითონ რო ვერ გაუგია შენ რა უნდა გაგებინოს. ამიტომაც გააჩნია შენთან ურთიერთობაში, რას დააპროექცირებს, რასთან რა გაახსენდება. ოღონდ თვითონაც გაუცნობიერებლად. გონია რომ ეს გაახსენდა. რა წამოვა. შეიძლება იყოს თანდართული ასევე აი ეს კატატომურის სურათხატები, ფლეშ რაღაცა და ოპ და აღტკინდეს იმაზე. შეიძლება გაიხედოს გარეთ რაღაცა დაინახოს ნაწერი და იმან რაღაცა გაახსენოს. მილიონი რამე შეიძლება იყოს. აი უბრალოდ აი დისჰარმონიული, სერიოზული დისჰარმონიულობა. გადმოტანილი შიგნით ეს დისჰარმონია. რომელსაც არ აქვს. აი არ დასცალდა. წარმოიდგინე რომ რაღაცას ტელეფონზე საუბრობ და 2 წუთის მერე არ დაგაცალეს თიშავ. მეორეს ელაპარაკე. მე ჯერ ხო შენ ხარ სრულ დისბალანსში, ანუ რა თქვი და ვისთან რა დაალაგე. ხო, მე კიდე არიცი ერთი თემა დაასრულე თუ არა. იმასთანაც შეწყვიტა და იმასთანაც. და შენთან ურთიერთობაში ყველა ხო ესეა. ანუ ვერ მოხდა ჩარჩენა და გაცხადგრძნობა. ერთი პროცესი. ანუ ძალიან ბევრი კონტაქტის ციკლი, ანუ გეშტალტურად რა თქვა დაუსრულებელია. არა თუ ფიქსაციებით დასრულებული.
ძალიან დიდი დოზით წყვეტაა და ისეთი წყვეტაა თამა რომ ფიგურაც რო არ არის წამოსული ისეთი წყვეტაა მთელი ცხოვრება ეძებ ფიგურას და თავარი ფიგურა რა არის ჩვენი რეპტილიური ნაწილი რასკენ გადარჩენა ამიტომაც ასეთ ადამიანებისთვის ყველაფერი ჩვენთვის კი იყო თვით გადარჩენა მაგათთვის ძალიან თვით გადარჩენა და ძალიან კარგი იყო ჩვენ ამ ტრენინგის დროს ქაბატონმა ჩვენო ჩვენ ტრენერი იქაც მოიტანეს მაგალითები რომ თუ კი ჩვენ დაკარგულები ვართ ადამიანები ეს კიდე არაფერია იმიტომ რომ დაკარგული რო ხარ ფეხქვეშ მიწა მაინც გაქვს ასეთ ადამიანების დაკარგვა არის რომ ფეხქვეშ მიწაც არ აქვს ანუ სადიმა წყალში როცა ხარ და ცურო არიცი და ფეხქვეშ რასაკეთე ფართხალებ და ეს ფართხალი არის უმიზნო და რა გადაგარჩენშო თუ გაჩერდებოდა ამოატივტივებ შენ თავსო მათ გაჩერება არ შეუძლია, იმიტომ რომ მათთვის გაჩერება წარმოუდგენელია. და კიდე ბევრი რაღაცა, ამიტომ იქნება ეს თერაპიულად. თერაპიები მუშაობენ, ყველაზე უფრო კარგად მუშაობენ მედიკამენტებთან ერთად, იმიტომ რომ მედიკამენტების შერჩევა რთულია, ხანეს ფაზაა. დეპრესიულთან იმუშავებ, მაგალითად, ეს დეპრესიული ისენი ხო, დაბლოკოს, ინჰიბიცია მოახდინოს და რაღაცა წამოწიოს უფრო ისეთი ჰორმონები. მაგრამ ვერ ხდება ხან ერთი ამ დროს ხდება მუდმივი დაკვირვება და სულ ფსიქოთერაპია. და ფსიქოთერაპია არა მხოლოდ მათი, არამედ იმ ადამიანების, ვინც მასთან არიან, იმიტომ რომ ისინი ტრამვაში არიან. არა, იმ ადამიანებს ვასწავლით, ამათთან ახალი ურთიერთობის პატერნი როგორ დაამყარო და ამასაც ვაჩვევთ მიიღონ, ანუ დედა თუ 2 წუთი არ გიპასუხებს, ის დედა არ უნდა იყოს ეხლა შენთვის სატანა. აი დედა მარგიბას ადიქციურები არიან ესეთ ადამიანებზე ძალიან მიჯაჭვულები ცოლიან დედან ვინც უყვართ ხო ემოციურად ვისთანაც აი არ მიპასუხა დედამ всё ჩააქვესკნელებ ყოველ წუთში თუ რაღაცა მოაქვს ნუ ის ძალიან ბედნიერი ხარ ამით მაგრამ ოდნავ ხსნება ფრუსტრაცია ამაში და შენ თუ ფიქრობ რომ შენი ოჯახის წევრი მეუღლე ქმარი შვილი დედა ძმა თუ ვინც იქნება ხო ის დადის თერაპიაზე და შენ იგივეს უკეთებ ამას ისევ ყვება, შენ იგივე ველში აბრუნებ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ყველასთან იყოს ეს ინდივიდუალურად და მე ჯგუფურად, რომ იმ მოსაზღვრესთანაც ვიმუშავებ და დედასთან და ცოლთან და ასე შემდეგ შვილებთან შორის თუ შვილებამდე მივიდა საქმე, მე ერთად და ვთქვათ რომ აი ჩვენ ეს ვიმუშავეთ, თქვენ ესეთი პატერნი, რომ იმან იცოდეს, რომ დედამაც იცის, რომ პატერნი მასთან უნდა შეცვალოს. ის მზად იყოს, რომ დედის ცვლილება მასზე უარის თქმით კი არ არის. თერაპიული პროცესის ნაწილია. ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს ჩვენ ქვეყანაში, აი ვერა ვართო კარგად ვერიო რო თქვი. ჩვენ ერში იმდენი პრობლემაა თვით გადარჩენა ემოციური, რომ რთულია აქამდე მისვლა, მაგრამ საქმე იცი რა არის, ვისაც საშუალება აქვს, იმან ისთვის რო არ სჭირდება. მაგას ვამბობ, რომ მე ვისაც შეხვედრიო ვარ, აი პარადოქსი რეგისტრით ხო? არ თვლიან რომ მათი პრობლემა აქვს. ეგენი არც არის თვლიან რომ პრობლემა აქვს. აი მანდარის თემა რო და გებრძვიან როგორც კი აი უნდა შეეხო მის ამრიდებლობა. რატო იცი? წიღან კარგი. და აგრესიულადაც იცავ. ძალიან თუ დააკვირდა რომ სხვანაირად ვერ გამოდის აგრესიაც გადადიან. მაგეთი ტიპის ადამიანებს ზოგადად აი ეს ნარცისიზმი იგივე არის, მაკიაველიზმი, ფსიქოპათია, მოსაზღვრე ყველა მასეთ ტიპის ადამიანებს თავი აქვს ცენტრი და გარემო გარემოს ეგენი ხედავენ როგორც ან რაღაც რესურსი ან ხელის შემშლელი. პოლარულად ხელს მიშლი მოგსპობ, შენგან რამე წამოვიღებ. დანარჩენი ხო შენი ჭირი მე, მაგრამ ახლა შენი ემოციური რაღაცეები და წიაღსვლები ეს ჩემი საქმე არ არის. იცი ვაკვირდებოდი, რომ ვერც კი იაზრებენ, ანუ მარტო თავის თავს ხედავენ. თავის სამყაროში არიან თითქოს. მოსაზღვრეს ახასიათებს ერთადერთი განსხვავება რა? თუ მოსაზღვრე არის ისეთ ფაზაში, რომ არის ოდნავი დეპრესიული, მაგრამ არ არის ღრმა დეპრესიულში წასული, შეიძლება ძალიან მადლიერებაც გამოხატოს. ოდნავ იგრძნოს და გითხრას, რომ აი ძალიან დიდი მადლობა. ნუ აღარ გაჩერდეს ხო ამ მადლობებში. აი კვიატოს და აი ეს მომენტიც კონდეს და უფრო ჩანს ისინი შეიძლება მადლობაც არ გითხრან მათ და ხო ან ისე გითხრან რომ ვერ იგრძნო შენ ეს მადლიერება. ამათ ეს აქვს, იმიტომ რომ ამათში სხვანაირად წავიდა ეს პროცესები რა. ძალიან კარგად იყო ეს განათქვამი, რომ მშობელი, ანუ საყვარელი ადამიანი მათთვის დაიბადე ხა ადამიანი ან დედა ან აღვდელი. თან დედა ვარ და თან კარგი ვარ, თან ცუდი ვარ კი არა, რომ თან გაგიცინებ, მაგრამ თან გეტყვი, რომ არა, ხან კარგია, ხან ცუდია, ეს არის, რომ ბოლომდე ვერ რჩები ვერც კარგში, ვერც ცუდში.
ან ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი თეთრი შავი არანაირი გრადაცია და აქვთ ეს მომენტი ანუ მათთან მიახლოება რაღაცა სტაბილურობაზე მივიდეთ ვერ იქნება აი მათთან ისეთი მუშაობა არის საჭირო რომ თეთრსა და შავ შორის აი მუქი ნაცრისფერი მერენი ნაცრისფერამდე რომ მივიდეთ რომ ეს უკვე რაღაცაა რომ ისწავლოს რა არის ნაცრისფერი ჩემთვის რომ არა მაქსიმალურად ცუდი მაქსიმალურად კარგი კი არა ну ძალიან მომწონს ლაიკეტის შკალაზე შენ შეიძლება შეგეისია კითხვა ვეთახმები ძალიან ვეთახმები ნაკლებად საერთოდ არ ვიცი აი ესეთ გრადაციაზე უნდა გადავიყვანოთ ანუ ძალიან არა და ძალიან კი არა რაღაცას თავისი ეს ინიდეიანის თემა ყველაფერში არის კარგი და ყველაფერს უჩი მაგრამ იქ რა კარგად არის საზღვარი ხო და აი ეს ოღონდ როცა მასზე იქნება მეგობრობა საუბარი თუ შვილები ყავს თუ ვიღაც ახლობლები და ჯერ თერაპიაზე არ ვიცი რამდენი შესაძლებელია მათთან ესე მუშაობა მაგრამ მაინც კითხვა დაუსვით ხოლმე რომ არ ვეთახმები და რაშია საქმე რას არ ეთახმები შეიძლება წამოვიდეს სულ თქვენი დადანაშაულება მაგრამ რო ყოფილიყო ცოტა ოდნევი დათახმება კი რას გააკეთებდი ეგ კითხვა და შეიძლება იმან რაღაცა მაინც წამოიღოს ისეთი რომ თავის ნაწილი ჩადოს ამით ის თვითონვე ცხადგზნობაში მოდის რომ ძალიანებს შორის თურმე ცოტაოდენი და ეს უკვე მისთვის არის რომ ხვალზე მე გაახსენებ აი მაშინ რომ ცოტა შეძელი აბა ეხლა ეს ამ სიტუაციაში გადმოიტანე როგორ არის ნახე როგორები ვართ ადამიანები მაშინ ვიცვლებით როცა სერიოზულად ურემი გადაბრუნდება ხო მაშინ რადიკალურად თერაპიაზე როცა უკვე ასე დარჩენა უფრო მტკინეულია ვიდრე შეცვლა ისე თუ სანამ აი ამ მანიპულაციურ ჯაჭვში აი ხლა ეგ უკვე ბაღარის ხარშვის ის რომ არის ხო იცი სანამ არ მოგენთება და არ დაიბრაწები მაგრამ ისევ ჩვენ გეშტალტი და ცხეული რომ მოვიშოლიოთ იგი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს აი როგორც ჩვენ წინაზე წეღან თქვი რომ უკვე ინტელექტუალიზაციაო ემოციური ინტელექტის ხო რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ინტელექტუალიზაცია მარტო დაწერილებში და ფიქრებში კი არ გქონდეს ვიქნოთ რომ ოდნავ რომ მიჭერს ეს ფეხსაცმელი და მაინც მაცვია ჯერ მიხდა რატომ მინდა ეხლა ეს მეთოს და თუ ვფიქრობ რა იქ იმისთვის მჭირდება დაახლოებით რამდენი ხანი შემიძლია გავძროთ 15 წუთში 15 წუთი დავრჩი და მალე წამოვიდე თუ 2 საათი არის გათვლა იქ ყოფნის ამით რომ მივდივარ მე ხო ვიცი რომ იქ პირველი 10 წუთი ვიქნები გახარებდა მე ისეთი ტანჯვის სახე მექნება რომ იქიდან წამოვალ ესეთ მე დავაბრალებ ხალხს რომ რატო ვერ გამიგეს ესე იგი ნახავდა ვისწავლოთ დროზე გაუშვათ ის რაც ხედავთ რომ რაღაცაში ვითრევს შევყავთ აი ეს არის ძალიან კარგი როგორც მარგარიტა მივხვდეთ დროს ერთ-ერთი კარგი გეშტალტ თერაპევტი ამბობდა რომ now for then ეხლა შემდეგისთვის ანუ აქ და ხალხს ერევა ხოლმე აქ და ამჟამად ყოფნა გონია რომ აი მარტო ეხლა აქ არ ამას უყურებ იმას უყურებ და всё აღარ ვფიქრობ ეხლა რომ 2 საათის შემდეგ მაგდეთ ლექცია ამ დავიკითხო ანუ უნდა მეზობელი მოვიდეს ან მეგობა არა აქ ხარ მაგრამ თან პარალელურად აცნობიერებ რომ დღეს ამით არ მთავრდება და ხვალაც არის ხო და ეს ძალიან ცხოველები არიან ეხლა ამჟამად მომავალი მათ არ აქვს და ჩიტებიც კი მიფრინავენ არ მოწონ სიტუაცია და ხვდებიან სადღაც არისო კარგია და მიფრინავენ და მე ისწავლე და მიფრინავენ მოფრინავენ ხო ესია ერთი ჭრიჭინა არის მე მგონი რომელიც აქ და ამჟამად ცხოვრობს და ჭრიჭინას მაგალითია ყველაზე კარგი იმდენი იცხოვრა აქ და ამჟამად რომ გაიყინა მერე და ხო და აქედან სუჭიანჭველები კიდე არ იქნებია რომ მიგვიღონ მოდი გაგათვობ ხო არა და ესაც უზო კარგად манипуляციის ძალიან კარგი მაგალითებს იძლევა იგავარაკე ესე იგი ამ ჩვენ შეხვედრაში პირველი გავიგეთ რომ ჯანსაღი манипуляციას აუცილებელიც არის ქმედება რომელიც ამ манипуляციაში ჩვენ ვაშენებთ ჩემს საზღვრებს ვამყარებ და სხვის საზღვრებს პატივს ვცემ და ერთად ვეხმარები ურთიერთდახმარებაში ვართ არის манипуляცია, როდესაც უკვე ზურგზე ვისვამთ ვიღაცას და ის ეძებს ამ მას და არის პათოლოგიური манипуляცია, როდესაც უკვე წარაშილობა, როცა უკვე მე ვერ ვხედავ ან რესურსია ვიღაცა, ან ფოსტრირების საშუალება, რომელიც უნდა მე დავსაჯო და ამ ხარისხში ჩვენ ვისწავლოთ დანახვა ადამიანების რა ველში შევდივართ. თუ შევედით, როგორ შეგვიძლია აქედან გამოსვლა, დროზე დანახვა, დროზე თქმა იმისი, რომ რაღაცებს ყველაფერს აქვს ფასი თავისი. თუნდაც მე ვიღაც ადამიანი, რომელიც მირეკავს და სულ მელაპარაკება, მე უნდა ვიცოდე, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობას ეს ფასი აქვს, რომ შეიძლება ჩემი დიდი დრო
მიდიოდეს მის პრობლემებზე სასაუბრო, რომ ჩემი ენერგია დრო შენი დროითი საზღვარი იყო. ესე იგი, არის აქ ყველანაირი ჩვენი არსებობა უკვე რესურსებთან არის ყოველთვის დაკავშირებული, ემოციური რესურსი, ინტელექტუალური, ენერგეტიკული. პირველივე ნიშანი, როცა გეუხერხულება უარის თქმა, აი მან არის უკვე საზღვარი. უკვე მართლა ცუდად არის საქმე და სანამდროა გაჩერდი. ესე იგი, გჭირდება ცოდნა ყოველ ამ ფაზაზე სად ვიმყოფებ. ჩვენი სხეულით, ინდიკატორი პირველი და მე დგონება და მარტო ჩვენ თავს კი არა. მათაც ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ მეგობრებო, ანუ თქვენ არ გეგონოთ რომ მარტო თქვენ თავზე ზრუნავთ. შევდივართ და ამ ველს ყველა მხარე სჭირდება. მე თუ ხო გითხარი, ხო და უკვე ნერვიულები ღიზიანდები. ერთხელაც ამოვასხავს ძალიან ცუდად, აი ცოტა ისეთ და ფორმას ვიხმარ ამომასხავს, ავფეთქდები და ძალიან ცუდად გეტყვი არას და შენს გეტკინება მე და ის რომ შენ არ გეტკინოს. თან ვუკიცებთ ნეგატიურ ქცევას ამ. ხო, რა თქმა უნდა. შენ აჩვენებ როგორი ხარ შენ რეალურად თურმე მე რამდენიც უნდა მithყავ ესეთი არა ვარ რეალურად და ესეთი ვარ მე ესეც გხედავ როგორცაც გხედავ ესე გეკცევი ხო და ძალიან დიდი მადლობა პატივისცემაზე გადის ეგ ყველაფერი რა უღრმესი მადლობა ესეც საინტერესო საუბრისთვის აი სულ ვცდილობ რომ ხოლმე რომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ხო მე რატომ მოვედი ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ასტროლოგიაში კარგი დიაგნოზები გავიგეთ და სამკურნალო ექიმთან მივდივართ, ხო არ მოვდივარ ამ ანალიზებით და აი ეს ექიმი არის ჩემთვის პირადად თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევებიდან მიღებული ინსტრუმენტები, რასაც სწავლობ ჩვენ გეშტალტზე, კონკრეტულ ტრავმებს რა მეთოდოლოგიით ვმკლავდებით. მაგრამ ჯერ უნდა გავაცნობიეროთ ეს ტრავმა, ამასაც თავის მეთოდოლოგია აქვს ამისი დიაგნოზი და დადგენა, ხო და აი მე მაგალითად ძალიან მეხმარება ფსიქოლოგიას უწევ ხოლმე პოპულარიზაციას, ფსიქოთერაპიას ზოგადად და ფსიქოლოგიას, იმიტომ რომ მაგიური აზროვნება, რასაც სწავლობ ხოლმე, მაგიური ხედვები, ეს ზოგჯერ საერთოდ რჩება ჰაერში და ეს ტოქსიკური არის თუ ჩვენ დამიწებაში და საერთოდ მე ეს ტოქსიკური სხვასთანაც გადადის ველით. და აი ამ ორი სამყარო შერწყმა ჩემთვის არის ნომერ პირველი ამოცანა. მადლობა დიდი რომ მეხმარები ამ საქმეში. რა ის უშურველა და ესეთ ვცელ ვიდეოებს ყოველგვარი ფასის გარეშე ხალხს არა ყველას თქვა აი ესე გასცემ და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარები. მე მაქვს ჩემი პირადი ინტერესი, ხო გვაქვს ყველას ჩვენი მეორადი სარგებლობა. კი. 10 წლის წინ მე როცა გამიჭირდა სერიოზულად ვერავინ ვერ ვნახე რომ დამხმარებოდა. ეხლა ვუტრირებ ვერავინ, მაგრამ არც ეზოთერულ მხარეში ვერ ვნახე ის ბოლომდე ვინმე სპეციალისტი რო ესმოდეს. მარტო ფსიქოლოგიაში წავედი. ასე ვთქვათ. მოდი ესე ვთქვათ რომ საქართველოს მაინც პატარა არ მოგეწონა იცი და ნაკლები არის მაინც აი მე რა მიყვარს იცი რომ კონფიდენციალობის თემაში როცა ვართ მარტო და სხვა ტექნიკებს არ ვიყენებ, სხვა ცოდნები არ აქვს. ჩვენ ერთიანად ვერ ვხედავთ სურათს. ჰოლისტურად. აი ხო რა და აი მე რომ მაგალითად იქ რუკას ვნახულობ ასტროლოგიურ, კარმულ, ფსიქოლოგიურ ყველა დონეზე. მე იქ ფსიქოლოგიური ჩართულობაც საჭირო არის. იქ სხვადასხვა შენ გაგიჭირდებოდა ეგეთი გენა ხა? ხო რა, ანუ მე ხლა უფრო მეტი ალბათ მჭირდებოდა უფრო მეტი ვიდრე იყო ესე ვთქვათ, ხო და მე აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრია ეგეთ მდგომარეობაში გაჭედილი, იცი რომ არც აქეთ უშველეს, არც იქით და რაღაცნაირად მივხვდი რომ ყველანაირად ხა მარტო აი ბევრი სხვადასხვა თერაპევტიც მყავდა ვიდეოებში. აი ყველა სისტემას თავაზო, ვიღაცა თავისას იპოვეს. ნამდვილად, აი მაგიტო ვთქვი რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ჩვენ ჩვენსაც ვაზიარებთ, მაგრამ არჩევანი აქვთ ამ ადამიანებს და მე მინდა ვთქვა რომ ადამიანებო არ გეგონოთ რომ ხა ჩვენ გასხიოსნებულები ვართ, ჩვენ არ ვთქვა, ჩვენ არ ვართ მანიპულაციის მსხვერპლები პერიოდულად და ჩვენ არ ყველაფერი, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან როლ მოდელები ვითვართ ახლა ამათთან ჩვენც, მაგრამ უბრალოდ ჩვენ აი ამ კომფორტის ზონიდან ნელა-ნელა გამოვდივართ და როცა შევდივართ ადვილად გამოვდივართ, ხვდებით და ამ ტკივილებსაც პირისპირ უდგებით. ცოტა გაბწელა ახლა დამშვიდობება. არა, უშავს. აი რა მომწონს გეშტალტში, იცი, იმისგან განსხვავებით, კლასიკური ფსიქოანალიზისგან განსხვავებით. მე პიროვნულად ესე აღვიქვამ, რომ ჩვენ ვართ ყველა კაცობრიობა ერთ ნავში. არც ვინმე ზევით არის, არც ვინმე ქვებით არის. ანუ ადამიანური საჭიროებები და ადამიანური პრობლემები გვაქვს ყველას. აი, ჩემთან კლიენტები რომ მოდიან სიტყვაზე, ხო? რაც აი ისეთი ადამიანი რაღაცები აწუხებს, მეც მაწუხებ და ადრე, მაგრამ შემაწუხებს მომავალში ხანდახან ისე. გეშტალტურად რა კარგად იცით წერტილებს ვაღნიშნავ და მე ფიგურას ვადგი, გაერთიანების წერტილები.
ყველას გვაქვს. აი ამიტომ აი ეს არ მომწონს რაღაცა მენტორულად რო ესე ვიღაცაზე ზევით ვიჯდეთ და ხალხს რო ესე უყურებთ. ყველა ერთნავში ვართ. მაგიტო ვაზიარებ მე რომ მაგიტომაც ესეთი ღია და არ გვაქვს პრობლემა ჩვენი პირადი მაგალითებიც გავაზიაროთ. იმიტომ რომ პირად მაგალითს რო უზიარებ მეორე ადამიანი ხდება რომ ესეც ჩემიანია რაღაცა წილად. შეიძლება აღარ ვინ ჩემზე მოდის, ჩემთან მოდის ზოგჯერ იმდენად კარგად არის რომ მიკითხავს რომ მე რა უნდა გითხრა როცა მე ამბულ სფეროში ბოლომდე ჩავავებული და აი დააფასე. ნახე რა კარგად ყოფილ ხარ მე ხიხა შეიგრძენიე სტარტში ეყამ. ჯერ მიტყვამს და ადამიანური მომენტები არა მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის ეს ადამიანური იცი რა ადამიანი გრძნობს ადამიანს ადამიანი გრძნობს რაც არ არის ადამიანური და მასზე ერთვება ის რეაქციები ვისაც რა ერთვება და შენც კარგად იზოგჟეზე ხარ დაჭერა მჭირდება ხოლმე ისეთი ემოციური გვერდით მომჭირდება მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უკვე ვითხოვოთ მივიღოთ ან ვიცოდეთ რომ იქიდან ვერ მივიღებთ და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და სწორედ და დროულად მივხვდეთ სად დავჩერდეთ სად არ მოგწონს მაგრამ მაინც ჩერდებით რომ კომფორტის ზონიდან გამოვდივართ სწორედ ჩვენს თავზე მუშაობთ და რა ვიცი რასაც ვაზიარებთ ეხლა ჩვენ ცოდნის გარდა ჩვენ პირად გამოცდილებულა ხო და აი ყავზე გამოცდილებას ვაზიარებთ გავიხსენო რამდენი რაღაცა პერიოდის წინ ჩვენ ვყავით ჯგუფურ თერაპიაზე და აი ჩემსაც გაგიზიარებთ როგორ რაღაცა ჩემს ისაიც ვიტყვი იყო მომენტი როდესაც ძალიან დავიძრგუნე რაღაცა სიტუაციაში ჯგუფურ თერაპიებზე გაახასიათებს და აი შემთხვევით ნანა მოდის ჩემთან რამოდენიმე გოგოები ამოდი ერთად ვისადილოთ აბა როგორ ხარ ეხლა და აი იმ მომენტში ვიგრძენი რომ ძალიან მომინდა ტირილი და აი რა ვიგრძენი იცი რა ხმა ხო სულ ესე ვარ რომ აი სულ ვიღაცას უცხადებ ხარ დაჭერას და ვიღაცის ტრამებზე და უცებ ის აი შენ რო ეგ არ გეთქვა და გოგოებს ეგ რო არ ეთქვა რუსიკოს მაგალითად ხო აი ვერც კი მიხვდებოდი თურმე ესე რომ მე იგივე განიცადე ჩახუტების დროს როდესაც მე ასე ვიყავი მარტოდ თქვი ჩემი სათქმელი პირისპირ ჩემს ტრამვებთან მე მოვიწმინდა ცრემლები და დავდექი და ეს იყო კარგი დასრული პოზიცია მაგრამ თელის სულს და ჩემს გულზე ჩემს შინაგან ბავშვს ჭირდებოდა მოთათუნება მხარზე და როდესაც სწორედაც რომ ჩვენ ამ გოგოებიდან ერთ-ერთი მოვიდა მე დასვენებაზე შესვენებაზე ჩამეხუტა მოუნდა ჩვენ ვეკითხებით ნებართვას ხოლმე ეს არ ვეცები შეიძლება ჩაგეხუტო და ზუსტადაც მეგობრებო манипуляция რაიმე კატებთან ვარ ეგრე უკვე თუ არ გვინდა ჩახუტება მას ვეუბნებით უარს თქვათ და ის არიღებს ამას ცუდად და თუ გვინდა ვეუბნებით კი ესაც არის შეთავაზება აი შე რო გდომოდა რომ არა იცით რა გოგოებო არ გვინდა ჩვენ ძალიან კარგად მივიღებდით ამას ხო მაგრამ აი ამით განსხვავდება მაშინ მე მაგალითად იმას შემახვედრე თურმე რაღაცი ჩვენ ერთმანეთს გახვედრებთ ერთმანეთს თორე ხო და მეც მე ცრემლები მომადგა რომ ჩავეხუტ და იქ მომადგა იმიტომ რომ უსაფრთხო ველს როცა გრძნობ ჩვენი ვეგეტატიური სისტემა ქვიათ ამ მაგას აი ბავშვს როცა საპრეპარატოში უნდა სადაც კარგად არის კომფორტულად იქ სანამ რაღაც არ წასკდება ცრემლიც ვეგეტატიურია და მით უმეტეს ემოციურ ნაწილზე გადის კიდე რაღაც სოციალურ ნაწილზე გადის ცრემლი კიდე უფრო სხვა რაღაცა იმიტომ სადაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს რატოა სიხარულით დროს ცრემლები რატო მოგვდის აბა დიდი ხანი რო ელოდებოდი იმას და იკავებდი როცა უკვე მოიხსნა ეს და აღარ არის საშიშროება და უკვე აქ არის მაშინ აფაზრე უფლებას გავუშვა და ღმერთმა ეხა უცოტა ისეთი იმით ვიტყვი ძალიან რაღაცა მაგიმოსილივით მაგრამ ძალიან მდრე სამყარომ და ვარსკვლავებმა თუ კი არსებობს ყველაფერი ერთმანეთისთვის ისე ვიყოთ რა არა манипуляციური ჭურჭელი რო დავცალოთ ერთმანეთი და მე ღმერთმა უწყისად წავიღებთ ამ ჩვენ ცუდს არა, აი დამტევი და გამტარი რა. აი ხა სხვა არა ვიცი რა გადაგვარჩენს. ეგ ახლა ადამიანური კეთილშობილება. დღეს შევჭამე, ჩავიცი ხვალ იგივე მინდება ჭამას და ჩათვას, მაგრამ აი სიტყვები და მაკედან დაიწყო ადამიანის განვითარება, როდესაც ხებზე ზრუნვა დაიწყო. კი, ზუსტად. აი ეს არის ეს ყველაფერი ხო ჩვენ. და ადამიანების დეგრადაცია, როცა ხებს დააბრალა რაღაცებს. ზუსტად. აი ეზოტერიკოს დემონურ ფსიქოტიპს მაგას ეძახიან, რომელიც მხოლოდ თავის ეგოცენტრიზმშია ჩატკეტილი და არ შეუძლია სხვა ადამიანთან კონტაქტი. სხვაზე დაბიჯებით, კიბესავით რო სხვას აბიჯებს, სადღაც მიეპოტინები, სადაც ახალ და იქ ხარ მარტო.
აი კარი და ძალიან დიდი მადლობა აბა, ნანა, ჩემო უქმეს მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი შენ, იმედი თამო. მაქვს რომ კიდევ დავალაგოთ თემები. კიდევ შემოგთავაზებ. ნიუანსია ჩვენ კიდე დიდხანს გვიწევს ისედაც სასწავლო პროგრამაში ყოფნა და იმის მერეც ასე რომ და მადლობა დიდი, მადლობა მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. ველოდები კომენტარებს, ვისაც თერაპია გინებავთ. ფანტასტიკური არის ნანა. მადლობა თამო. ძალიან კოგნიტორათაც ხსნის, გეშტალტურათაც ხო და მე პირიქით მადლობა. არა, ჩემთვის მართლა არის აი ვეძებ, სულ კარგ თერაპევტებს, ძალიან ისეთ გონიერ ხალხს, რომელიც თქვენთვის მუშაობთ, არ ჩანხართ ესე. დრო არა გაქვთ ფიზიკურად და ჩემ ლაივებს მეგობრებო ისეთი ცნობილი ადამიანი არა ვარ, რომ ამდენი ნახვა გქონდეს, თორე ანალოგიურად ასე ვდგევარ მარტო და არც ისე დიდი ნახვები მაქვს ხოთა შორის, ვიხსვი რომ ხალხისთვის სრულიად უფასოა ის და მე თამოს მადლობას ვუხდი იმით რომ მისი ესეთი ცნობილი პლატფორმა მომცა რომ ეს თქვენამდე უფრო მასშტაბით მომეტანა, იმიტომ რომ ალტრუისტული თემები ხა აშკარად არის. ხო და ვაღიაროთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, ველოდები კომენტარებს. ძალიან ხოლმე. კოცნით.